A solar eclipse happens. დედამიწის ჩრდილში მაშინ ჩვენ გვაქვს ხოლმე მთვარის დაბნელება. და აი შეხედეთ აქ სხვადასხვანაირია მზის დაბნელებებით ხასიათდება სამი ტიპის დაბნელება, სრული დაბნელება, როგორც უკვე გითხარით, რომელიც დროსაც მოჩანს ძალიან კარგად გვირგვინი. მე მქონდა ბედნიერება ორჯერ დავსწრებოდი მზის დაბნელების ექსპედიციას და ამ დროს აი წარმოიდგენ მყისიერად ქრება ხოლმე მზე და ასევე მყისიერად ჩდება ხოლმე ის გვირგვინი, ჩდება ვარსკვლავები, ჩდება პლანეტები და სხვადასხვა ასეთი ობიექტები ცაზე, რომელიც იმ დროს არის კაშკაშა ობიექტები, ბუნებრივია ძალიან სუსტი და მეექვსე სიდიდის ვარსკვლავები ამ დროს არ ჩნდება. თუ ნაწილობრივია დაბნელება, ჩვენ სხვათაშორის ხშირად მეუნდევიან ხოლმე, აი მე ვნახე დაბნელება, მე ვეკითხები როდის ნახე, სად ნახე და აღმოჩნდება ხოლმე რომ ნახეს ნაწილობრივი დაბნელება, რომელსაც გამორული მინებით, შავი სათვალეებით და ასეთებით უყურებენ და ეს არ არის ის ეფექტი, რომელზეც მე ახლა ვყვებოდი. ნაწილობრივი დაბნელების დროს, ამ და რგოლური დაბნელების დროს, აი როგორც ახლა ბოლოს გამოჩნდა, როგორიც იყო 17-ში, მზის გვირგვინი არ ჩანს და ესეთი მოვლენა მეცნიერებს ნაკლებად დაინტერესებს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ზოგადად ესეთი ობიექტები მზის დაბნელებით, ესეთი სხვადასხვა ცვალებადობებით ხდება ხოლმე თვითონ მეცნიერების გაჩენა და აქედან დაიწყო ალბათ ასტრონომია, როცა ადამიანებმა შეხედეს იმ ცვალებადობას, რაც საზე იყო და არ იყო ფიქსირებული, ყოველთვის ერთნაირი არ იყო და თან კიდევ ერთი დეტალი, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანის განვითარება, თვითონ ჩვენი ტვინის დაზრონების განვითარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე, ეს არის პლანეტა, შესანიშნავი პლანეტა, რომელსაც გააჩნია უღრუბლოდ სახანდახან და ამ უღრუბლოდსაზე ჩვენ ბატონო უღრუბლოდსა და ამ უღრუბლოდსაზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ვარსკვლავები და ეს მოვლენები, რომელზეც აქ ვლაპარაკობთ. რატო ეს შესანიშნავი, რატო ეს საინტერესო? იმიტომ რომ ეს ცვალებადობა, ის რომ დღეს იცვლება, მაგალითად ჩვენ რომ თუ ვენერაზე გვეცხოვრა პირობითად, არა? ვენერას აქვს ძალიან სქელი ატმოსფერო, გაუმჭვირვალე ატმოსფერო, იქ ეს ყველაფერი არ ჩანს, ამიტომ ვენერაზე ასტრონომია ვერ განვითარდებოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ვენერაზე ცივილიზაციაც ვერ განვითარდებოდა, იმიტომ რომ აზროვნების ეს მომენტი, რომელიც ჩვენთან ასტრონომიამ შემოიტანა, ასეთი რამ ვენერას არ ახასიათებს. ეხლა რატოა კიდევ ეს საინტერესო ეს პერიოდი, რომ ამ 28 თებერვალს ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება, ამას პლანეტების პარადსაც ეძახიან ხოლმე, პლანეტები თითქოს და განლაგდება ერთ ხაზზე, მაგრამ ეს არ არის ესეთ ფოტო კი ნახატი არასწორია, უნდა გითხრათ, რომ ასე პირდაპირ ერთ ხაზზე არ განლაგდებიან პლანეტები. სამწუხაროდ მე სტელარიუმი ვერ ჩავრთეთ, რომ გაჩვენებდით, როგორ იქნებიან 28 თებერვალს პლანეტები განლაგებული და თან ერთი დეტალი ცოტა მიაქციეთ ყურადღებად, როცა პლანეტების პარადზე ლაპარაკობენ ხოლმე, ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთ ხაზზე განლაგდება. სივრცეში ისინი ერთ ხაზზე არ ლაგდებიან. ისინი აი ხედავთ ესე, წარმოიდგინეთ სხვადასხვა კუთხით არიან პლანეტები მოთავსებული და სულ სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ეს მოვლენა საინტერესოა სანახავად თავისთავად. უნდა გითხრათ, რომ ყველა პლანეტა ჩანს, აქ ურანის ძალიან სუსტად გამოჩნდება და ნეპტუნი არ ჩანს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სუსტია ჩვენი თვალისათვის არაახმადი პლანეტა არის. აი შეხედეთ ეს მოვლენა გამეორდება დაახლოებით 2040 წელს იქნება კიდევ და ამიტომ არის საინტერესო თუ გაინტერესებს შეხედეთ რა ესე დატკბით მათი ცქერი თუნდაც იუპიტერი კარგი იქნება ვენერა კარგი სანახავი იქნება მარსი პატარა დაწვრილი მარსი უпроსტად რითია ცუდი იცით მარსის სიტუაცია რომ მარსი მზემდე არის იქით ხარეს ის მეორე მხარეს არის ანუ მარსი არის მხოლოდ დღის საზე ჩანს და მზის ჩასვლის შემდეგ ის მარსი აღარ გამოჩნდება სხვა დანარჩენი პლანეტები გამოჩნდებიან ზოგადად ასტრონომია არის ძალიან ძველი მეცნიერება იქ ახლა ისტორიაზე ძალიან შორს რომ არ გავყვეთ და ბევრი დრო ამით არ დავკარგოთ მით უმეტეს ჩვენი დრო საკმაოდ შემოზღუდულია
მე გეტყვით რამდენიმე ესე დეტალს, რომ ფიქრობენ, რომ ასტრონომია დაიბადა დაახლოებით 100,000 წლის წინ. მაგაზე არსებობს ვერსიები, თუმცა ასეთი მტკიცებულებითი, ძალიან ზუსტი მტკიცებულებები ამ ვერსიას არ გააჩნია. უბრალოდ არის რაღაცა სახელები ასტრონომიულ ცაში, ამ შემთხვევაში მაგალითად დიდი დათვის თანავარსკვლავედი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან ძველი სახელია და ბევრ ერებს უყურს ეძახის დათვს. ყველას უყურს თუ რატო ეძახი ჩვენ ამ თანავარსკვლავედის დათვს, თუმცა შეიძლება დავარქვათ მაგალითად ჩამჩას გავს ის რა ქვია ექსკავატორს, ანდა კოუს, ანდა რაღაცას და უცებ დათვი, საიდან წამოვიდა ეს სახელი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ეგეთი მოსაზრება. საქმე იმაშია, რომ ეს ვარსკვლავები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელსაც პირობითად ანტიკური ხანიდან სახელი ერქვა უძრავი ვარსკვლავი ერიცა, აღმოჩნდა, რომ ისინი მოძრაობენ ერთმანეთს მიმართ. ოღონდ ძალიან დიდი დროის განმავლობაში და ჩვენ სპეციალური ტექნიკა გვჭირდება, ტელესკოპები ამ შემთხვევაში, რომ შევამჩნიოთ ეს მოძრაობა. მაგალითად, გადავიღეთ რაღაცა უბნის ფოტო, შემდეგ გადავიღეთ იგივე უბნის ფოტო 10 წლის მერე, დავინახავთ, რომ ეს ვარსკვლავები ცოტათი წანაცვლენ ერთმანეთისაგან. ამას ასტრონომები საკუთარ ვარსკვლავთა საკუთარ მოძრაობას ეძახიან. თუ ჩვენ ეს საკუთარი მოძრაობები მერე დავალაგეთ და ვნახეთ, ამით შეიძლება გაარკვიოთ, ეს არის ვექტორები, პრაქტიკულად სიჩქარის ვექტორები 1 წლის განმავლობაში რა. და თუ დაალაგეთ და თქვენ დაინახავთ, რომ ეს ვარსკვლავები ან იქით მიდიან, ან აქეთ მიდიან, შესაბამისად შეიძლება შექმნათ ის სურათი, როგორც იყო ეს უბანი 10 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ იქნება, ან და იყო დაუშვათ 1000 წლის წინ, ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამ, რომ აი ამ უბნის აქ 120-მდე ვარსკვლავი შეიძლება დიდი თანავარსკვლავში 120-მდე ვარსკვლავია. ამ უბნის ფოტოები რო დაალაგეს და ექსტრაპოლაცია მოახდინეს წარსულში, მაგალითად აღმოჩნდა, რომ 100,000 წლის წინ ეს უბანი წააგავდა მართლა დათვს. მაშინ გაჩნდა აზრი, რომ თურმე დიდი დათვი შეიძლება დარქმეული იყოს 100,000 წლის წინ. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი 100,000 წლის წინ ეს იყო პირველი ყოფილი ნახევრად ცხოველი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი მარაგი შეიძლება რა ქონოდა, რომ ცეცხლი, ისარი და ეგეთი დათვი მოვიდა უნდა შემჭამოს, მაგრამ ცაზე მან დაარქვა რაღაცა მოხაზულობას დათვი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დაიწყო ფიქრი, თუ რა იყო ეს რაღაც მოხაზულობა და რა შეიძლება ამას მოყოლოდა და ყველაფერი რითი გაგრძელებულიყო. ეხლა მაინც მოსაზრებითია ეს ვერსია, ამიტომ მე მას დიდად ვერ ვისპეკულიანტებ ამ შემთხვევაში და დიდად ვერ დავეყრდნობი, მაგრამ გეტყვით სხვა რაღაცას, აი არტეფაქტების თუ ნახოთ. ეს არის პირველი კალენდარი, რომელიც ნაპოვნია დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, -32,000 წლის წინ ნაპოვნია კალენდარი, რომელზეც მთელი მთვარის ციკლია დატანილი, 29 დღიანი ციკლია დატანილი. აქ საინტერესო ის დეტალია, რომ დაუშვათ მაშინ ადამიანებს რომ ესეთი რაღაცა გაეკეთებინათ, ანუ ეს ზვალია, პირველი ზვალია რაღაცა, დაეხაზათ ეს კალენდარი და ახლით ალბათ 5-6 წლის წინ უკვე იცოდნენ მთვარის ფაზები, აკვირდებოდნენ მას, რომ ის ერთ თვეში ერთხელ იცვლებოდა. პირველი კალენდრები ხო საერთოდ თვესთან იყო დაკავშირებული და მთვარესთან იყო დაკავშირებული და ნუ გარდა იმისა, რომ წელი გაჩნდა ასეთი მცნება წელიც, რომელიც სეზონიდან სეზონამდე, უბრალოდ ზამთრიდან ზამთრამდე, ზაფხულიდან ზაფხულამდე რაღაც პერიოდს დაარქვეს წელი, დღეღამე გაჩნდა, რომ გათენებამდე ან დაღამებიდან დაღამებამდე და სხვადასხვა ესეთი. ეს ყველაფერი მოდის ასტრონომიიდან. ჩვენ შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ ამ ფაქტებს, რომ მაგალითად ის საათიც კი, რომელიც მე მაჯაზე მიკეთე, ან კიდე იმაში ტელეფონში მაქვს, ესაც ასტრონომიიდან მოსული ცნება და ეს დროც ყველაფერი ასტრონომიასთან არის დაკავშირებული. ეხლა შედარებით ისეთი ცნობები, აი დაუშვათ ეს ბრინჯაოს შაიბა და ასე შემდეგ, რომელზეც დატანილია პლეიადები, სხვა შორის მე პლეიადებს მერეც ვახსენებ, ეს არის ვარსკვლავთგროვა, ძალიან ლამაზი გროვა, შემოდგომაზე ჩანს ხოლმე შესანიშნავად, ჩვენთან გადაევლის თავზე დაახლოებით და შეგიძლიათ დატკბეთ, შეხედოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავდაპირველად ის რომ დედამიწა მრგვალია, ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ. სხვა შორის აქ არის საინტერესო დეტალი, რომ დღეს ხანდახან მეცნიერება ხოლმე იმ ხალხზე, რომელიც თხელი დედამიწის მიმდევრები არიან და ნუ საერთოდ ძნელია მათთან კამათი, პირდაპირ გეტყვით რა, მომიხდა რამდენჯერმე მათთან შეხვედრა, ლაპარაკი რაღაცა და მე რა თქვი არ მინდა ძმაო, წადით თქვენ თავს მიხედეთ მეთქი. ეგეთი რა. მაგრამ საინტერესო რა დეტალია, იცით რას ვაკვირდებოდი მე რომ არისტოტელეს უწერია თავის წიგნში, რომ დედამიწა მრგვალია, სფერულია. და მას მოყვანილი აქვს 3 არგუმენტი, თუ რატო არის დედამიწა სფერული. და ეს ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე ითვლებოდა ქრისტიანობის რელიგიაში საფუძველს, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის საფუძვლად ითვლებოდა, მაინც ეს ცოდნა დაიკარგა.
ანუ ეს ფაქტი დაიკარებებია, ჩემი ისე გარდაიცვალა, ვერ დაუმტკიცე, რომ დედამიწა მრგვალია, რა ვქნა. ეხლა და აი ეგეთი რაღაცა, რომ აი თითქოს და რელიგიამ დაკარგა ის ცოდნა, რომელიც არსებობდა მაშინ თუნდაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე ბერძნებთან რაც არსებობდა. არისტოტელე სამ მიზეზს აღსახელებს თუ რატოა დედამიწა მრგვალი. პირველი მიზეზი ისაა, რომ დაუშვათ გემზე ყველა იცით, ახლა ის რომ მიდის გეოგრაფიული მიზეზია, გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ისწავლება ხოლმე, რომ გემი როცა მიდის ის იძირება თითქოს და როცა მოდის ის ამოდის თითქოს. და არისტოტელე პირდაპირ წერს, რომ ესე იგი გემი მოღუნულ ზედაპირზე მოძრაობსო და ამიტომ არის ეს ყველაფერი, აი ეს სფერულზე რომ იმოძრაოს გემმა, ზუსტად ეს ეფექტი გამოჩნდებაო. მეორე მიზეზით დაკავშირებული იყო ისევ გემის და მოძრაობასთან, მოგზაურობასთან, მათ შეამჩნიეს, როცა ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებოდნენ ხოლმე ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად პოლარული, უფრო და უფრო ზევით იწევდა ხოლმე დაუშვათ ზენიტისკენ და როცა სამხრეთისკენ ეშვებოდნენ, მაშინ ეს ვარსკვლავი ქვევით ეშვებოდა ხოლმე. ესა დედამიწის შემრგვალეს და აბრალეს. აქ საინტერესო რა დეტალია, რა თქმა უნდა, ისინი მათ ზენიტში პოლარული ვარსკვლავი არასოდეს უნახიათ, იმიტომ რომ ისინი მოძრაობდნენ ძირითადად პოლუსზე არ ყოფილან. იმისაც რომ თქვენ ზენიტში ნახოთ პოლარული ვარსკვლავი, პოლუსზე უნდა იყოთ ნამყოფი. და მესამე მიზეზი პირდაპირ ასტრონომიულია, შეხედეთ, ეს არის მთვარის დაბნელება. ჩვენ მთვარის დაბნელებაზე ცოტა ვილაპარაკეთ იქამდე, როცა მთვარე ბნელდება, მთვარის ჩრდილი, დედამიწის ჩრდილი უკაცრავად, დედამიწის ჩრდილი მთვარეზე, აი ხედავთ როგორ წრიულ კარგ წრეს ხატავს, რაღაც სფერული არის და რაღაცნაირი წრიულია. და არისტოტელე ამბობს, რომ დედამიწა რო ბრტყელი ყოფილიყო, აი თქვენ მაგალითად ჩემი ხელი დაახლოებით ბრტყელია რა, ვერანაირად ვერ იზავთ, რომ ჩემი ხელის ისა იყოს წრიული ფორმის იყოს, ჩრდილი იქნება ყოველთვის ბრტყელი. და აქედან გამოდის, რომ ესე იგი დედამიწა მრგვალია და დედამიწა სფერულია, თან მით უმეტეს ხედავდა, რომ სხვა ობიექტებიც საში შესაძლოა სფერულები უნდა იყოს. აი მეგაც ვიკვირს ხოლმე, რატო მთვარე თუ სფერულია, რატო უნდა იყოს დედამიწა ბრტყელი, ზე თუ სფერულია, რატო უნდა იყოს დედამიწა ბრტყელი და ეგეთ რატომღაც მაინც და მაინც დედამიწაა ბრტყელი ამათი გაგებით რა. ეხლა მაშინდელი ცოდნებიდან ესა თვითონ არის მაშინდელი ცოდნებიდან ბევრი საინტერესო დეტალია, რომელიც ჩვენ შემოგჩა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. მაგალითად ერთი საინტერესო აი ეს არის ბერძნული კოსმოლოგია, რომელიც ცენტრში მოთავსებულია დაუშვათ დედამიწა, გარშემო მოძრაობს 7, ისინი წერდნენ, რომ არის 7 მოძრავი სფერო, რომლებზეც მოძრაობენ პლანეტები. გამოჩნდა უკვე მეორე მცნება პლანეტა. პლანეტა რა არის? აწება მე ვთქვი, რომ ის ცვალებადობა იწვევს მეთქი ჩვენ გააქტიურებას ტვინისა, ჩვენ ყოველდღე ერთ და იგივეს ხედავთ, მაშინ ალბათ არ ვიფიქრებდით, მაგრამ რახან ხედავდით, რომ რაღაცები ხდებოდა ცაზე, იმიტომ დავიწყეთ ფიქრი თუ რა ხდება. და ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ არის 7 ობიექტი, რომელიც ცაზე სისტემატურად გადაადგილდება ხოლმე. პერიოდულად გადაადგილდება, აქ არის გულისხმობა კომეტებსაც ხედავდნენ, რაღაცა ჩამოარდნილ ვარსკვლავებსაც, მეტეორიტებსაც პოულობდნენ, მაგრამ ისინი არ იგულისხმება, ისინი არაპერიოდული ობიექტებია. პერიოდულები იყო აი ეს 7, რომელიც აქ არის. აი მთვარე, მერკური, ვენერა, მზე, მარსი, იუპიტერი, სატურნი. სხვები ჯერ არ იყო აღმოჩენილი, სხვები ადამიანს არ ქონდა დანახული. საინტერესო დეტალია, მე ამას ცოტათი გავამახვილეთ ცოტა ხნის შემდეგ. აბა დაუკვირდით, საიდან არის ჩვენი ჯადოსნური სიტყვა 7, რატო ვეძახით ჩვენ რომ 7 არის ჯადოსნური რიცხვი, კვირაში გვაქვს 7 დღე, დაუშვათ ღმერთმა 7 დღეში შექმნა სამყარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ პლანეტა ურანი, რომელიც ჰერშელმა აღმოაჩინა ტელესკოპით, არის მე-6 სიდიდის ვარსკვლავი, ობიექტი უკაცრავად პლანეტა მე-6 სიდიდისა. ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ თვალით ხედავთ ურანს, თუ კარგიცა გაქვთ, თუ მოწმენდილიცა გაქვთ, შეიძლება დაინახოთ როგორც პატარა წერტილი, მაგრამ ბერძნებმა ვერ დააფიქსირეს, რომ ეს იყო მოძრავი ობიექტი, რომელიც ასე გადაადგილდებოდა და ისინი თვლიდნენ, რომ ესაც ვარსკვლავი იყო და ამიტომ არ ქონდათ ესეთი, ანუ აღმოჩენილი და დაფიქსირებული ბერძნების დროს არ იყო ცნობილი. უბრალოდ ტელესკოპში დაინახეს მისი მოძრაობაც, აღწერეს ყველაფერი ეს უკვე გვიან იყო და აი აქეთ, ამიტომ გვაქვს ჩვენ კვირაში 7 დღე. მართლაც რომ შეხვიდეთ ეხლა ლათინური რო ნახოთ დაუშვათ. ლათინურში კვირის დღეს ქვიათ ზუსტად ეს დღე. თვარის დღე, მერკურის დღე, ვენერას დღე, იუპიტერის დღე და ასე შემდეგ და ასე სატურნის დღე და ასე შემდეგ და მზის დღეც, რადგან მზეც მოძრავია და კიდე ინგლისურში და გერმანულში ზონაბენ, ზონტაგ, Sunday, Monday და რაღაცები, ყველაფერი აი იქიდან არის გადასული. ანუ ჩვენი ყოველდღიურობა, თუნდაც კვირის დღეები, ისევ ასტრონომიიდან არის შემოტანილი. ხო, მე տեղან თქვი პლანეტები აღმოაჩინეს, მეთქი და პლანეტა ბერძნულად ნიშნავს მოხეტიალეს.
ანუ ცდომილს ჩვენი ძველი ქართველები ამას ცდომილებს ეძახდნენ ხოლმე და აი მაგასთან არის დაკავშირებული პლანეტები. ბატონო პლანეტები. ელა გავდავიდეთ და კიდე მივიდეთ იმაზე, რომ ბერძნებს აქ ბევრი გენიალური იდეები აქვს შემოტანილი. ბერძნებმა მაგალითად უკვე იცოდნენ, რომ მზე დიდია დედამიწაზე, მთვარეც პატარაა მზესთან შედარებით. რაღაცები ესეთები იცოდნენ და ბუნებრივია იმასაც ფიქრობდა, შეიძლება ბერძნები მისულიყვნენ ჰელიოცენტრიზმამდე. მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი პრობლემა. ფიქრობდნენ, რომ თუ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, მაშინ რატო არ იცვლება ჩვენი ვარსკვლავიერიცა წლების მიხედვით და ეს არის ამ მოვლენას წლების კერად სეზონების მიხედვით, იმიტომ რომ დავუშვათ ჩვენ რო წრეს ვარტყავთ იქა, რატო ეს ძალიან კარგი იდეა, ძალიან კარგი აზრია, რომელსაც პარალაქსი ქვია და რომელიც გამოც დამოვიდა დღეს მეთოდები მაგაზია დაყრდნობილი, მაგრამ მაშინ ტექნიკურად ვერ შეძლეს ამის განხორციელება. ყველაზე ახლოს სხვადასხვა აი პარალაქსი შემოტანილია ჰიპარკოსის მიერ. რა არის ახლა პარალაქსი? მარტივად რო ვთქვათ, მე ჩვენ პარალაქსს გამოვიყენებთ მანძილების ასახსნელად ვარსკვლავებამდე. აი მაგალითად ეს არის თქვენი მოძრაობის შედეგად დაუშვათ თქვენ გადაადგილეთ რაღაცა 1 მეტრის მანძილზე, ამ დროს ხედვის კუთხე რაღაცა ობიექტისადმი შეგეცვალოთ. თქვენ თუ გაზომავთ მანძილს, რომელზეც თქვენ გადაადგილდით, თუ გაზომავთ ხედვის კუთხეს, რომელთაც შეიცვალა ეს ხედვის კუთხე, თქვენ დაინახავთ, რომ ძალიან მარტივი გეომეტრიის გამოყენებით შეგიძლიათ გამოიცნოთ, გამოიყვანოთ, გამოითვალოთ მანძილი იმ ობიექტებზე, მაგალითად თქვენამდე თათია. ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის პარალაქსი. კიდევ ბავშვებს როცა უხსნით ხოლმე მარტივად ესე ვეუბნო, რომ აი თითი გაიშვიეთ მეთქი წინ, ცერი თითი, მე დახუჭეთ ცალი-თვალი, შეხედეთ, სად გამოჩნდება, გაიშვიეთ, ნუ გერდება. და ესეგან და დაინახავ, რომ ეს შეი თითი საერთოდ დაფიქსირდა. მე მეორე თვალით შეხედე, მე ესე და ასე შემდეგ. თქვენ დაინახავთ, რომ თქვენი თითი გადახდა, გადმოხდა. ეს რის მიზეზია, იმიტომ რომ თქვენ სხვადასხვა ბაზისიდან თქვენი თვალები არის ამ შემთხვევაში სხვადასხვა ბაზისი, უყურებთ ერთი და იგივე ობიექტს და კედელზე სხვადასხვა ადგილას ფიქსირდება ეს ობიექტი. თუ თქვენ გაზომავთ კუთხეს, რომელთაც გადახდა თქვენი ეს თითი, თუ თქვენ იცით მანძილი თქვენს თვალებს შორის, მაშინ ძალიან მარტივად გამოითვლით მანძილის თითამდე. მართალი არ შეგეშალოთ და არ გეგონოთ, რომ კედლამდე გამოითვლით მანძილს. კედლა, აი ჩათვალეთ ახლა რომ ეს არის ჩემი თითია ვარსკვლავი, ეს არის დედამიწა, რომელიც ხანაკეთ არის, ხანიკით არის და შესაბამისად სხვადასხვა კუთხით უყურებთ ვარსკვლავს. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მანძილი გამოითვალოთ ვარსკვლავებმა. ეხლა რაშია, აი ეს არის მეთოდი პარალაქსის შინაარსობრივი, რომელთაც ჰიპარკოსმა დააყენა თავიდან მეორე საუკუნის ცნობილი მეცნიერი იყო ბერძენი, რომელმაც პირველი რუკები, ძალიან კარგი რუკები გააკეთა, დაუშვათ ფოტომეტრია ვარსკვლავების ზუსტად ჰიპარკოსისგან გვაქვს, რომ დღეს ჩვენ ვარსკვლავებს ესეთი სიდიდეებს ვარქმევ და პირველი სიდიდის ვარსკვლავი, მეორე სიდიდის ვარსკვლავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მარტივი ნახაზი რო ავიღოთ, რაღაც შენობის გაზომა გინდათ სიმაღლის მაგალითად და სულაც არ გინდა შენობაზე აძვრე და ჩამოძვრე. მარტივად შეიძლება ესე რომ შენ იღებ აი ამ კუთხეს, C კუთხე, რასაც არის ზომა BC მანძილზე და გამოყავს მანძილი სიმაღლე ამ შენობისა. ეს ხანდახან სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე დავალებოთ ვაძლევო, რომელიმე ხის სიმაღლე გაზომეთ მზის ჩრდილის მიხედვით მეთქი. რა თქმა უნდა, ხეზე ასვლა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. კი, აი ჩრდილი ხო ურტყავს, შენ ხედავ ჩრდილს, არა და იმის ჩრდილის სიგრძეს თუ გაზომავ, მარტო გაზომა არ არის, შეგიძლია აიღო და მე ვაძლევ ისე რომ დავუშვათ მზის კოორდინატები უნდა მოძებნო შესაბამის კატალოგებში და იქიდან გამოიყვანონ ეს კუთხე და ისე უნდა გაზომენ ამ დავუშვათ ხის სიმაღლე. თვითონ ჰიპარკოსის მეთოდია ეს მოწოდებული დაუშვათ თვარემდე მანძილი როგორ უნდა გავზომოთ. მაგალითად ეს რო ავიღოთ ეს თვალსაჩინების რა არის? აქა რომ თუ თქვენ იცით თბილისიდან პარიზამდე მანძილი და ერთდროულად შეხედეთ თბილისიდან პარიზიდან თვარეს და რაღაც კუთხე დაინახავთ, განსხვავებული კუთხე დაინახავთ აუცილებლად და თქვენ დაუშვათ შეგიძლიათ მანძილი იცით, კუთხე განსხვავებულია, გამოითვალოთ უკვე თვარემ მანძილი. აი ეს არის თვარემდე მანძილის განაზომვის ბერძნული მარტივი მეთოდი სხვათა შორის. ეხლა დღეს კი მანძილებს უკაცილებით ზუსტად ზომავენ იმით, რა ქვია, რადიომეტრით და ლოკაციით და ყველაფერი, მაგრამ იდეები მოდის აქედან და მაშინ ბერძენმა ბევრი რამ გააკეთეს. ეხლა წარმოგიდგენთ ბერძნების ხელსაწყოები, ეს იყო მარტივი და საშინელება, რა თქმა უნდა, ამით რომ მიაღწიეს ეგეთ რაღაცებს, ხანდახან ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ესეთი ისა, რომ აი რითი იყვნენ ისინი მაგრები გონებრივად და რაღაცა
ხანდახან იმსაც მithქვას, რომ პირველ ყოფილმა მწყემსმა გაცილებით მეტი იცოდა მეთქი ცის შესახებ, ვიდრე ბევრმა ჩვენმა განათლებულმა, იმიტომ იმად იცოდა, იმას ჭირდებოდა, მას როდის თენდებოდა, რამდენი საათი იყო დარჩენილი, რომელი ვარსკვლავის საით მიდიოდა, რომელი რა ხდებოდა და ესეთი რაღაცები პირველ ყოფილმა ადამიანებმა იცოდნენ უკვე. უცნაურია რომ მათ იცოდნა იყო და იმიტომ რომ მათ პრაქტიკულად ჭირდებოდათ ეს ყველაფერი. ჩვენ აღარ გვჭირდება, ჩვენ აღარ უყურებთ სას. ჩვენ ისაც კი არ ვიცით ხშირად საით არის დასავლეთ, საით არის აღმოსავლეთ და ამ და ეგეთი რაღაცები. შეხედეთ რა ტექნიკით მუშაობდა ეს ხალხი. ეს არის მზის საათი, რომელიც ასევე რა თქმა უნდა ასტრონომიასთან დაკავშირებულია და ამავე დროს მე მინდა ერთი განსაკუთრებული ქალბატონი ვახსენო, ამასთანავე იყო 11-ში ქალების მეცნიერი ქალების დღე და მაშინ დავდე სტატუსი, რომ ეს იყო საოცარი ადამიანი ჰიპათია ალექსანდრიელი. ეს ის ქალბატონია, რომელიც შეიძლებოდა მე-5 საუკუნეში მისულიყო ჰელიოცენტრულ სისტემამდე. წარმოიდგინეთ, ბერძნების გეოცენტრული უცებ შეცვლილიყო ჰელიოცენტრული სისტემით, რომელთან ჩვენ კოპერნიკის საშუალებით მივედით მე-16 საუკუნეში. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ამ ქალბატონის სიკვდილმა, იმიტომ რომ იქ რაღაცა სკოლების ომი იყო თუ რელიგიურ ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ჩააქოლინა მე ეს ქალი და ამ ქალის სიკვდილმა ჩვენი ცივილიზაცია დააწია 11 საუკუნით უკან. იმიტომ რომ ჰელიოცენტრიზმმა გადასვლა საერთოდ შეაბრუნა ჩვენი აზროვნება და შესაბამისად აი დამოკიდებულება შეცვალა გარემოს, ცხოვრება მივხვდით რომ ჩვეულებრივი პლანეტაა დედამიწა, თუ ჩვეულებრივია, მაშინ ესე იგი რაღაცები ბევრი ხდება სხვა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიგონოთ მანქანები, შეგვიძლია გამოვიგონოთ ელექტროობა, შეგვიძლია კომპიუტერები, შეგვიძლია რაღაცეები, ეს ყველაფერი ადამიანი განთავისუფლდა აზრობრივად და ამან გამოიწვია ის ბიძგი და ცივილიზაციის განვითარება, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს და რასაც ხელ წარმოადგენდა. მე გულის სიმართლე გითხრათ, გული მწყდება ხოლმე. გარდა იმისა, რომ ჩემ სტუდენტ გოგონებს ვეუბნები ხშირად, რომ აი ადამიანის ტვინი, ქალია თუ კაცია, მნიშვნელობა ორივე არის ძალიან მაგარი და არასოდეს არ იფიქრონ ქალებმა და გოგონებმა, რომ მეცნიერებაში მათ არ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება. არ არსებობს შეუძლებელი, ასე ვთქვათ, სქესობრივად განსხვავებული ტვინი და აზროვნების მეთოდები, რომელსაც ვინმე ვერ დაძლევს. ეხლა აი ეს დავანებოთ თავის საერთო ჯამში გაზომები ჩამოყალიბებული სახით ის მეტრული სისტემა რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაინც მოდის აი ამ კაცის წინადადებინ. ეს იყო ტიტო ლივიო ბურატინი, არქიტექტორი იყო თავისი პროფესიით, როგორც ამბობენ, ხანდახან რაღაცებს იგონებდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, მან ასე ვთქვათ, ესეთი დრაკონფრენი მოიგონა. ეხლა ბუნებრივია ეს დრაკონფრენი არ იფრენდა, მაგრამ ნუ მოიგონა კაცმა რა, ცოტა სასაცილო გვარი კი აქვს, მაგრამ და მანვე წამოაყენა ერთი კარგი წინადადება, რომელიც მე მომწონს, რომელსაც აი ხშირად ვეყრდნობი ხოლმე. მან თქვა, რომ მოდი რაში იყო პრობლემა? უნდა გითხრათ, სანამ ეს იტყო და ხო, ამან თქვა, რომ მოდიო სოფლიოში მოვიგონოთ ერთი განზომილების სისტემა და დავარქვათ მას მეტრონ კათოლიკო, ერთეულიო, დავარქვათ მეტრონ კათოლიკოსიო. ქართულად ითარგმნება როგორც სოფლიო განზომილება. მეტრონ კათოლიკოსი და აქედან წამოვიდა ჩვენი სიტყვა მეტრი. ანუ ჩვენ რო ხმარობთ 1 მეტრი, 2 მეტრი, 3 მეტრი, ამ კაცის დასახელებული რაღაცა და ამისგან მართალია მან სხვა მეთოდი შემოიტანა, რადგან აქ ფიზიკის დაინტერესებული ყმაწვილები არიან, გეტყვით რომ მან წამოაყენა წინადადება, რომ ქანქარის საშუალებით გაეზომოთ ეს მეტრი. ქანქარა რომელსაც 1 წამიანი პერიოდი აქვს, ეს გამოდის მეტრი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ქანქარა ეკვატორზე სხვანაირი სიხშირე ჰქონდა. დაუშვათ გერმანიაში სხვა სიხშირე ჰქონდა, სხვა სიგრძის იყო უпроსწორად, რადგან სიხშირიდან გამოყავდათ მანძილი და ინგლისში სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ არის რომ დედამიწას თლაცფერული არ იყო რაღაც გარკვეული ფორმის, რომელსაც გრავიტაცია თავისუფალი ვარდის საჩქარება, კანქარის ფორმულაში ზის, იყო განსხვავებული სხვადასხვა განედებზე და ამიტომ ცოტა მან გაიჭედა საქმე. ამიტომ გადაწყვეტეს გაეზომოთ დედამიწა. პირველი გაზომა დედამიწის მოახდინეს ფრანგებმა, ეს არის დალამბერი, ცნობილი მათემატიკოსი, ასტრონომი, ფიზიკოსი, რომელიც აკადემიკოსი საფრანგეთის უკვდავთა აკადემიის და მისი ხელმძღვანელობით მოხდა დედამიწის გაზომა. გაეზომა დედამიწის მერიდიანი და აქედან გამოიყვანათ 1 მეტრი სიდიდე. ეხლა დედამიწა გაზომილი აქვს ბერძნებსაც. ხო, საინტერესოა რა, ბერძნებმა წარმოიდგინეთ, ეს არის 240 წელი ჩვენ წელთაღრიცხვად იცვადნენ ერასტოთენემ, ცნობილმა მეცნიერმა გაზომა დედამიწა. ეხლა შინაარს არ მოვყვები, იმიტომ რომ მანო აიღო 2 ჭოკი და ნახა რომ ერთი და იგივე დღეს რამდენი იყო მზის განსხვავება და რა თქმა უნდა დაშვება ისევ ის იყო რომ დედამიწა სფერულია. რამდენი იყო განსხვავება ამ ორი მას შორის, მანძილი იცოდა ამ ორ ქალაქს შორის, სიენა და ალექსანდრია შორის, დაახლოებით 800 კილომეტრი იყო და გამოიყვანა რომ დედამიწის ზომა არის
დაახლოებით ისეთივე როგორც დღესა გვაქვს ჩვენ, ანუ 40,000 კილომეტრი. მან სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირად წერია. პრობლემა ისაა, რომ მან გაზომა სტადიებში დედამიწის ზომა და ჩვენ კიდე ზუსტად არ ვიცით, რამდენი ეს სტადია, ერთი სტადია და ზოგი ფიქრობს, რომ ორჯერ მეტი მიიღო დედამიწის ზომა, ვიდრე ჩვენა გვაქვს. ზოგი ფიქრობს, რომ მან მიიღო დაახლოებით თანაზომადი იმისა, რაც ჩვენა გვაქვს ახლა დედამიწის ზომა. ნუ ყოველ შემთხვევაში მეთოდი იგივე რჩება, აი გაზომის დედამიწის გაზომისა. აი ხედავთ ფრანგებმა რა გააკეთეს. გაატარეს პარალელზე, რომელიც გადის პარიზზე, გაზომეს მთლიანად ეს პარიზის მერიდიანი და იქიდან გამოიყვანეს 1 მეტრი. დღეს თქვენ თუ შედიხართ პარიზის ობსერვატორიაში, ხედავთ ესეთი რუკაა დატანილი იატაკზე. ეს რუკა არის იმისა თუ სად გაიარა გაზომება. თუ თქვენ იმას რა ქვია, ეს არის პარიზის ობსერვატორია, რომელიც პრაქტიკულად დღეს აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ქალაქის წინში ობსერვატორიები ცოტა ძნელია სამუშაოდ და უფრო მუზეუმური დატვირთვა აქვს მას. მაგრამ შეხედეთ აქ თუ დაინახავთ, ხედავთ რომ ეს გაზომა უნდა გაევლოთ ოკეანეებზე, ხმელეთზე, მთებზე და ასე შემდეგ და თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, კი, მაგრამ როგორ? აი როგორ და საკმარისია თქვენ 1 გრადუსი გაზომოთ და განიცით წრეწირი არის 360 გრადუსი, 1 გრადუსი სიგრძე თუ კარგად გაზომეს, გაამრავლეს 360 და გამოგივა თქვენი გარშემოწერილება მთელი ამ მერიდიანისა. ეხლა რა ქვია, გამოვიდა საერთო ჯამში თქვენს, რომ მოდი 1 მეტრი, ერთეული 1 მეტრი იყოს დედამიწის მერიდიანის გარშემოწერილობის 1/4-ის 1/1000 მილიონი ნაწილი. ცოტა უცნაური კოეფიციენტი 1/4. რატო ჩანს ეს 1/4? საქმე იმაშია, რომ მეტრი უნდა ყოფილიყო ჩვენი თანაზომადი. ხო, ეგეთვით იქამდე დამოვიწყდა თქვა, რომ იქამდე იყოს სხვადასხვა გაზომის ერთეულები, მაგალითად ფუტი, იარდი, ინგლისური დღესაც იყენებენ ინგლისელები. რა იყო ეს იარდი? იარდი იყო რომელიღაცა ჰენრიმ, რომელიღაცა მეფემ თქვა, რომ მოდი 1 იარდი იყოს ჩემი ცხვირის სწოროდან, ჩემი თითის სწოროდან. გაზომეს ეს მეფე მოკვდა, მოვიდა მეორე ჰენრი და იმან თქვა, ეხლა ჩემი ცხვირის სწოროდან, ჩემი თითის სწოროდანო. და ამაზეა აგებული მთელი ეს გაზომის სისტემა. ეხლა რომ მოუნდეთ გამეორება და ის მეფეები ამოთხარონ კიდეს, ბუნებრივია ვერ გააცოცხლებ და რამხელა იყოს სიცოცხლეში, ეგაც არიცი და ამიტომ ვეღარ იმეორებ. აი დედამიწა მოიფიქრეს, იმიტომ რომ ეს იყო ყველასთვის ერთი და ყველასთვის ერთიანი იყო. ინგლისელი იქნებოდა, გერმანელი, ფრანგი თუ ვინც იქნებოდა, ყველას ერთნაირი გაზომის ერთეული ექნებოდა და შეეძლო გადაემოწმებინა ნებისმიერ დროს, როცა მას დაჭირდებოდა. თუმცა გაზომა მე დაზუსტდა, მე აღმოჩნდა, რომ დედამიწა მთლად ცოტათი განსხვავებულია ეს მერიდიანის გარშემოწერილობა ვიდრე აქ არის, მაგრამ მაინც დატოვეს ის ძველი გაზომების ერთეულად რაც იყო. ხო, ეს გაზომები აიღეს და მე შექმნეს თქვენ ალბათ იცით უკვე სევრია, მე მგონი პარიზთან ახლოს პატარა ქალაქი, სადაც არის მუზეუმი, სადაც შენახულია ის ეტალონი, რომელიც დამზადებულია პლატინა ირიდიუმის შენადნობით. ეს ძალიან ძვირფასი მეტალებია, მაგრამ შესაბამისად თვითონ ეტალონის ძვირფასია. ეს არის ყველაზე უფრო მდგრადი ნივთიერებები, შენადნობი, რომელიც არ იცვლება დროთა განმავლობაში, უბრალოდ ძალიან ნაკლებად იცვლება, ყველაფერი იცვლება და დროთა განმავლობაში და რჩება და რჩება. არც ორთქლდება, არც ნება თან ტემპერატურული ის აქ რეჟიმით დაცული და ყველაფერი და ასე შემდეგ. ეხლა არის ერთი პრობლემა. მაინც მიუხედავად ყველაფერი ამისა, დაუშვათ თქვენ მე მეტრზე მომული კილოგრამით, მოგეხსენებათ კილოგრამი არის 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრზე 10 სანტიმეტრი კუბი რო აიღოთ და შიგ ჩაახდათ გამოხდილი წყალი 4 გრადუსზე აწონოთ, რაც არის ის არის კილოგრამი. ესე იგი ჩვენ მეტრიდან გამოვიყვანთ წონის ერთეულიც. მაგრამ არის ერთი პრობლემა. დაუშვათ და მოხდა და ჩვენი დედამიწას დაინგრა. მართლა დაგვიფაროს, მაგრამ კაი, უკეთეს ვარიანტს დავასახელე, მაგალითად ჩვენ მივფრინავთ სადაც კოსმოსში ძალიან შორსა ვართ და ნუ დედამიწაზე ხო არ დაბრუნდები, მეტრი გჭირდება, რომ აღადგინო, არა? რა მოიფიქრეს ფიზიკოსებმა? ვიშა თქვენი ბრალია ეს უკვე. ყველაფერი ფიზიკოსებმა შეამჩნიეს, რომ სამყაროში ერთადერთი ასე ვთქვათ, მუდმივი სიდიდე, რაც გვაქვს ჩვენ, არის სინათლის სიჩქარე. და გამოიყვანეს ახალი მეტრის განზომილება. მაგალითად, მე და ვიღაც, მაგალითად, მე თათია თუ ვსდგევართ ერთმანეთთან 1 მეტრის დაშორებით, ეს რას ნიშნავს? მე მას დაგვიანებით ვხედავ. მართალია მე ამას ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ჩემი ტვინი უფრო ნელა მოძრაობს, ნელა მუშაობს. აი მაგალითად, შეგიმჩნევა, შემოდიხარ მიკარი ჩამთვალე და აინთო შუქი მაშინვე. ზეს შეხედე და ამოვიდა მაშინვე. არა, არ ხდება არაფერი მაშინვე. ყველაფერი ხდება დროთა დაგვიანებით. მაგალითად, თუ მე და შენ შორის 1 მეტრია მანძილი, მაშინ მე შენ ხედავ აი ამდენი დროის დაგვიანებით, რაც აქ არის, აი ხედავ, სად არის ჩემი მაუს აგერზე, აქ რაც აქ მოჩანს. და მე ასტრონომი ფიზიკოსებმა თქვეს, მოდი 1 მეტრი იყოს
ის მანძილი, რომელსაც სინათლე ელექტრომაგნიტური ტალღა გაივლის აი ამ დროის განმავლობაშიო. ეს არის ახალი ეტალონი. ანუ ჩვენ თუ რაღაცა მოგვივიდა, აი ამ დღეს მოგეხსენებათ ფიზიკაში ძალიან ადვილად იზომება დროც და რაღაცები და უკვე ადვილად მივხვდეთ, რომ ამით შეიძლება ჩვენ გავზომოთ მანძილები. აი ლაზერული გამზომები რო არის ხოლმე მანძილის. შეგინახეთ ალბათ. ეხლა სამშენებლო მაღაზიაში იყედა და მიუშვერ კედელს და გეიწერს რამდენი სანტიმეტრია. აი მაგ პრინციპზეა ზუსტად აგებული, რომ ეგეთი რაღაცები შეიძლება გაკეთდეს. როცა ჩვენ გადავდივართ მეტრით დავიწყეთ, იმიტომ რომ მეტრი არის, ხო, თქვენ შეიძლება მკითხოთ, რომ რა შუაშია მე ასტრონომი რატო ვლაპარაკობ აი დედამიწის გაზომვაზე. ეს თითქოს გეოგრაფების საქმეა. ნუ რას უკაცრავად ბატონო, ესაც ასტრონომების საქმეა. საიდან მოდის ეს ყველაფერი და რატო ეს ასტრონომიასთან დაკავშირებული? იცით რომ აი ახლა მოდის გაზაფხული. გაზაფხულში ცოტა ხანში დაიწყებენ რეკვას ჩემთან რომ ღამე გამოჩნდა რაღაც კაშკაშა ვარსკვლავი და რა ვარსკვლავია. მე ვეუბნები ვეგა. იმიტომ ვეგა გადადის ჩვენ თავზე და ეს ყველაზე კაშკაშაა ხოლმე რომელიც ზამთარში სხვა არის. სირიუსია ყველაზე კაშკაშა, მაგრამ ვეგა ზაფხულში მოჩეს და კაშკაშა თა ზამთარში სასალუყურებს ხალხი შემძვალია სახლებში ზაფხულში გამოდია და შეხედავენ ხოლმე ცას. ვეუბნები ვეგა. ნუ კაი ბატონო, ვიცი რომ ვეგა, იმიტომ რომ ვეგა გადადის, ვეგა კაშკაშა ადვილად მიხვდები რა უნდა იყოს მაგ შემთხვევაში. თქვენ თუ მიხვდით რა შეასაკვეთ, თბილისის თავზე ვეგა დაახლოებით ზენიტში გადადის. თქვენ თუ გადაადგილდებით წახვით მაგალითად თურქეთისაკენ, დაინახავთ რომ ვეგა თქვენგან ჩრდილოეთით არის უკვე ბატონო და სირიუსია ახლოს თქვენთან. თუ წახვალ ჩრდილოეთისაკენ მაგალითად რუსეთში რა გინდა ღმერთმა დაგიფაროთ, კაი ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში ან სადმე რა ეგეთ ქვეყნებში, დაინახავთ რომ ვეგა თქვენგან სამხრეთით არის. უკვე აღარ გადადის. ანუ რა ხდება რომ ჩვენი გადაადგილება დედამიწაზე, ჩვენ შეიძლება შევაფასოთ ვარსკვლავების გადაადგილებით საზე. ანუ თქვენ აკვირდებით ვარსკვლავებს და ხვდებით რამდენად გადაადგილეთ საზე. საერთოდ ასტრონომიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება დიდი დროის განმავლობაში და დღესაც არის ის, რომ კოორდინატები გაარკვიოთ თქვენი ადგილმდებარეობა. აი GPS-ები რო გვაქვს ჩვენ და ტელეფონში რო გვიწერენ თუ სადა ვართ, ესაც კი ასტრონომიასთან არის დაკავშირებული. ასტრონომიდან, ანუ იმ კოსმოსის ასტრონომიასთან არის დაკავშირებული. შუა საუკუნეებში კიდე მეზღვაურებს სხვა საშუალება არ ქონდათ, მხოლოდ და მხოლოდ ციური ობიექტების დაკვირვებით მას შეიძლება გაეგოთ თუ სად იყვნენ დედამიწაზე. ამიტომ გაზომეს ასტრონომებმა დედამიწა. ანუ იმის მაგის თქმა მინდოდა და ამიტომ ასეთი გადახოვა, იმიტომ გავაკეთე. ეხლა როცა გავდივართ ჩვენ უფრო შორს დაუშვათ პლანეტურ სისტემაში ან და გავდივართ იქით ვარსკვლავებისაკენ, შემოდის ახალი ერთეულები. პრინციპები იგივე რჩება, მაგრამ ერთეულები შემოდის ახალი. მაგალითად, პლანეტებს შორის მანძილს როგორ ზომავთ ხოლმე ჩვენ? პლანეტებს შორის მანძილის გასაზომად გამოიყენება ერთეული, რომელსაც ასტრონომებმა ასტრონომიული ერთეული დაარქვეს. რატოღაც ძალიან ისეთი უაზრო სახელია, მაგრამ დაარქვეს, რა ვქნა, შემბრალი ხო არ არის. და ეს ასტრონომიული ერთეული ნიშნავს მანძილს, საშუალო მანძილს დედამიწიდან მზემდე. ჩვენ მოძრაობთ, მოგეხსენებთ ელიფსით დედამიწის გარშემო და ამ გარშემო მოძრაობისას ხან უახლოვდები მზეს, რადგან ელიფსზე ვართ, ხან შორდები მზეს. აბა თუ იცი ზამთარში უფრო ახლოს ვართ თუ ზაფხულში. იცი. ესე ტყილად არ ჩაუვია. ზამთარში უფრო ახლოს ვართ, მართალია წელს მაგალითად 4 იანვარს ვიყავით ყველაზე ახლოს ზესთან და 4 ივლისს ყველაზე დავშორდებით მზეს. ივლისს და არა ზებუდობას ან რაღაცა. ხო და ზამთარში უახლოვდებით ჩვენ 157 მილიონ კილომეტრამდე მზეს და ზაფხულში ვცილდებით 152 მილიონ კილომეტრამდე მზეს. ანუ შესაბამისად საშუალო მანძილი 159.6 კილომეტრი, ჩვენ დავარქვით რომ ეს არის ერთი ასტრონომიული ერთეული. თქვით რომ ერთი ასტრონომიული ერთეულია და აქედან მე აღებულია. რატო გჭირდება ჩვენ ასტრონომიული ერთეული? მე ხლა დაწვრილებით აღარში მივუყვები, მაგრამ კეპლერის კანონებით თუ ჩვენ ვიცით რაღაცა პერიოდი, რომელთაც ესა თუ ის პლანეტა მოძრაობს ის გარშემო, კეპლერის კანონები ძალიან მარტივად შეგვიძლია აი იმ ერთი ასტრონომიული ერთეული და ერთი წლის საშუალებით გამოვიყენოთ პირდაპირ თუ რა მანძილია იმ პლანეტამდე მზემდე. ნუ ეხლა ამას თუ დაინტერესდებით, მე უფრო გავშლი ამ კითხვას და ასე მოგიყვებით, მაგრამ ეს არის მეთოდი, რადგან ჩვენ მანძილების გაზომვის მეთოდებზე ვლაპარაკობთ. საერთო ჯამში დაახლოებით ესეთი ამ მზის სისტემა. წარმოიდგინეთ აქეთ ეხლა ცოტა ისეა დალაგებული ხატვის და იმის რა თქმა უნდა ნახატია, ეს არ არის ფოტოგრაფია და აი მოდით ნახოთ როგორ მოძრაობენ აი ეს პლანეტები მზის გარშემო. ეს არის ჰელიოცენტრული წარმოდგენა მზის სისტემისა, მის გარშემო მოძრაობს 8 პლანეტა და შეხედეთ
კეპლერის კანონი ვახსენე უკვე რაც უფრო ახლოს არის პლანეტა მზეს და მით უფრო ჩქარა მოძრაობს. და კუთხური გადაადგილებაც უფრო ნაკლებია, სწრაფი აქვს და შესაბამისად პერიოდი მოძრაობისაც უფრო ნაკლები აქვს. აი აქ შემოდის ეს კეპლერის კანონი. რადიუსების კუბები ისე შეეფარდება ერთმანეთს, ორბიტების რადიუსებზე ლაპარაკი, როგორც პერიოდების კვადრატები. თქვენ თუ იცით რომელიმე პლანეტის პერიოდი, ანუ რამდენ ხანს რანდომე შემოვლას, ძალიან ადვილად გამოვყავთ მანძილი, რამდენია მზიდან იმ პლანეტთან მანძილი. ეს არის კეპლერის კანონი. ეხლა აქ აი ცოტათი გადავწიოთ, მოდი ეს ისა და შეხედეთ, როგორ არის გეოცენტრული ვიზუალიზაცია ამ მოვლენის. აი დედამიწაზე ვდგევარ, დედამიწის გარშემო მოძრაობს ეს პლანეტები, მთელი სისტემა მოძრაობს დედამიწის ცენტრით, დედამიწის ასე ვთქვათ, ამის გარშემო. ეხლა, კარგით, მოდით გადავიდე შემდეგში დავანებოთ ამას თავი, როგორ უნდა გადავხდე, აგერ და აჰა. შემდეგი თუ მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ უკაცრავად ეს რო გელაპარაკეთ, მე მგონი სვენელები ბავშვებიც არიან და იმიტომ შეიძლება ისეთ მარტივ რაღაცებს გელაპარაკებთ ხანდახან, რომელიც შეიძლება თქვენთვის უკვე ცნობილია, მაგრამ გავაკეთოთ, ვიმოგზავროთ, რადგან ჩვენ გვინდა გავიგოთ მასშტაბები, თუ ამ სამყაროში როგორი მასშტაბებია, ვიმოგზავროთ ისე თითქოს და მიფრინავთ სინათლის სიჩქარით. ჩვენი სიჩქარები აქ არაფრით არ გამოდგება, მერწმუნეთ, რომ სინათლის სიჩქარე ძალიან ცოტა არის, ძალიან პატარა არის, რომ სამყაროს გარკვეულად წილეთ რაღაც მადიზე მაინც გაუფრინო, თან ერთი სიცოცხლის ფარგლებში, კი არა, მთელი სამყაროს სიცოცხლის ფარგლებშიც კი ცოტაა და მოდი ვილაპარაკოთ პირობითად რა. რა ობიექტები და რა მანძილებზე შეგხვდება ჩვენ თუ მიფრინავთ დედამიწიდან რაღაცა რაკეტით პირობითად, რომელსაც აქვს სინათლის სიჩქარე. პირველი ობიექტი, რომელიც დაგვყვება, მთვარეა. მთვარეზე ყველაზე ახლო ობიექტია, იქამდე მანძილი დაახლოებით 384,000 კილომეტრია საშუალო მანძილი, იმიტომ რომ მისი ელიფსზე მოძრაობს მთვარეს და მისი ის იცვლება 364-დან 405-მდე, 406-მდე გააჩნია სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ელიფსია. მთვარე ჩვენი მეგობარია, მეზობელია, ზოგლეგში დედა არის ხოლმე, ზოგლეგში მამა არის ხოლმე, იცით ეს ალბათ ეს ყველაფერი და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ მთვარე რო არ ყოფილიყო, დედამიწის სიცოცხლე არ წარმოიშობოდა. დღევანდელი თეორიებით მთვარე მოწყვეტილია დედამიწას დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, დედამიწას დაეჯახა რაღაცა მარსის ხელა ან და რაღაცა დიდი პლანეტა, რომელსაც მოწყვიტა რაღაც ნაწილი და რომელსაც მოშორდა დედამიწას, მე ცალკე ჩამოყალიბდა მთვარის სახით, აი ეგ არის მთვარე. დღესაც ფიქრობენ. ნუ აქ თეორია რა, მაინც გულახდილად რო გითხრათ, იმიტომ რომ მთვარის რაღაც ელემენტები მაინც განსხვავდება დედამიწის ელემენტებიდან. თქვათ იდენტურები არა ვარ ჩვენ ქიმიური შემადგენლობით, იდენტურები არა ვართ რაღაცებით, ამიტომ მაგრამ ყველაზე გავრცელებული თეორია და ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული დღეს ეგ ითვლება. მე მაგალითად მაქვს რაღაც სამუშაოები, რომლის მიხედვით ვთვლი, რომ მთვარე არის დედამიწის მიტაცებული პლანეტა, მცირე პლანეტა და სულაც არ არის დედამიწისგან მოწყვეტილი რაღაცა, მაგრამ ნუ რა ვიცი, რადგან ის თეორია უფრო გამარჯვებულად ითვლება დღეს, მე ობიექტურად მას ვაღიარებ. მთვარეზე ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენგან, მაგალითად ჩვენი ცხოვრებიდან, მაგალითად ის რომ აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ დრო აჩქარდა, დრო შენელდა, ის მოხდა, ეს მოხდა რაღაც უბედურა. რეალურად და ობიექტურად დედამიწაზე ბრუნვას ანელებს დედამიწა. ანუ დღეღამე გრძელდება და ეს ხდება მთვარე რადგან გშორდება ჩვენ თანდათან. მთვარე ყოველწლიურად 3 სანტიმეტრით გშორდება და დღეღამეც ბუნებრივია რომ შესაბამისად მცირდება ხოლმე. ამის გამო აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ, მაგალითად როცა ჩვენი მზის სისტემა წარმოიშვა დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ, 4 მილიარდი რა, 4.5 ზოგი ავტორი ესე ამბობს, ზოგი ისე ამბობს, წლის წინ, მაშინ დედამიწის ბრუნვის პერიოდი იყო 8 საათი. დაახლოებით 1.5 მილიარდი წლის წინ დედამიწის ბრუნვის პერიოდი იყო 18 საათი. ანუ ჩვენ დღეღამე მაგდენს გრძელდებოდა. დღევანდელი საათის გაგებით, ეხლანდელი საათის გაგებით, იმიტომ რომ საათი თეორიულად არის დღეღამე უნდა გაყო 24-ზე და ეგ არის საათი. ანუ მაშინ უფრო მოკლე საათები იყო და ეხლა უფრო გრძელი საათები გვაქვს. რა ქვია, 70 მილიონი წლის წინ დინოზავრების დროს დღეღამე იყო 23 საათნახევარი. ეს უკვე ბიოლოგიური ფაქტებითაც ჩდაანს, რომ ეს დასტურდება ბიოლოგიური ფაქტებითაც, რომ დღეღამე ამდენ ხანს გრძელდებოდა. და ასე შემდეგ. თანდათანობით გაიზრდება, ვისაც ძილი გიყვარს, მოგვემატება ეს საშუალება, იმიტომ რომ დღეღამე გაიზრდება, შესაბამისად დაძინების მეტი საშუალებაც გვექნება.
მოდი ახლა მთვარე წარმოვიდგინეთ, რომ სხვა პლანეტები მოთავსებული არის მთვარის ადგილას და როგორ გამოჩნდებიან ისინი ცაზე. აი მაგალითად ეგეთი რაღაცა, აი აქ არის მაგალითად აი ესე შემოვიყვანოთ, აი მთვარის მანძილზე მოთავსოთ პირობითად პლანეტები, ახლა რა თქმა უნდა. ცოტა უაზრო იდეა, მაგრამ ნუ რაღაცა თქო უნდა შევადაროთ. და შემოვიდა ახლა დაიწყეს. და მოსულა და აი მავთულებს შორის არის მთვარე, როგორც პასპორტი. გავუჩვით ხმა. ხედავთ, იყო მთვარე, მერე გამოჩნდება მარსი, რომელიც გამოჩნდა ახლა ვენერა, თუ არ ვცდები, ეს ვენერა ზომით არის დაახლოებით დედამიწის ხელა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მთვარიდან ჩვენ რო შემოვხედოთ დედამიწას სამხელას დავინახავთ. იმიტომ რომ დაახლოებით დედამიწის რიგში გადის, მე ნეპტუნი დიდია, უკვე წამოვიდა გიგანტი პლანეტები. ურანი დიდია, ნეპტუნი არის 17-ჯერ მასიური დედამიწაზე, ურანი არის 14-ჯერ მასიური დედამიწაზე. ეხლა წამოვა ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში, აი ეს გიგანტი იუპიტერი, ძალიან ლამაზი პლანეტა, მე ძალიან მიყვარს იუპიტერი, რომელიც არის 12-ჯერ დიამეტრით დედამიწაზე, მასით 318-ჯერ მძიმე დედამიწაზე. სატურნი მოვა ამის შემდეგ, სატურნი უფრო პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზია, მაგას ვერ გავექცევით. შეხედეთ, სატურნი 9-ჯერ დიამეტრით და 95-ჯერ მასიური. ახლა ტიტანმა ჩაუარა სატურნს, ეს დაახლოებით დედამიწის მესამე დიამეტრის სატურნის თანამგზავრია. აი რგოლი სატურნისა 300,000 კილომეტრია დიამეტრში და სისქით არის სულ კილომეტრი ნახევარი, 2 კილომეტრის სისქით. სხვა შორის სატურნის რგოლის სისქე პირველად მსოფლიოში ჩვენთან ობსერვატორიაში შეგაზომილი კილაძის მიერ. ეხლა გადავედით, გავაგზავნოთ მოდი ეს გზა და მერე წავედით მივფრინავთ ჩვენ, ეხლა მოგითხარით კოსმოსური ხომალდით მივდივართ მეთქი და პირველი ობიექტი, რომელიც ყველაზე ახლოს მოდის ჩვენთან, სხვა შორის იქნება ვენერა. აი მთვარის გარდა პლანეტებს გულისხმობ, ეს საბედნიერო ჟურნალისტები მარიციან, მაგალითად საბედნიეროდ რატომ? იმიტომ რომ როცა არის ხოლმე მარსი გვიახლოვდება 17 წელიწადში ერთხელ მოდის სადღაც 57-16-57 მილიონი კილომეტრზე და აი მოვარდებიან ჟურნალისტები, აბა რა მოგვივა რაღაც უბედურება იქნება, რახან მარსი მოვიდა. ვენერა ყოველწლიურად მოდის, გაცილებით მასიურია, გაცილებით მეტი გავლენები აქვს, მაგრამ არაფერი არ ხდება და აი 17 წელიწადში ერთხელ მოსულმა მარსმა რა უნდა გვიყოს, თან მე მარსი არის პატარა და მასითაც ძალიან პატარაა და დიამეტრით და ყველაფრით პატარაა. ეგეთი მოკლედ ვენერამდე არის ჩვენი რაკეტით, ანუ კოსმოსური სხივური რაკეტით მივფრინდებით დაახლოებით 2.3 წუთი დაგვჭირდება, როცა ვენერა ჩვენთან ახლოს არის, აი მაგას თქვამით და ვენერა ფრედ საინტერესო ობიექტია. ნუ სამწუხაროა რომ ჩვენ დროით ძალიან შეზღუდულები ვართ. თითოეულ ობიექტზე შეიძლება ალბათ საათობით ლაპარაკი, მაგრამ ეს საშუალება არ გვაქვს და ამიტომ გადავახტეთ ვენერასაც. გეტყვით მხოლოდ რომ ვენერას ტემპერატურა არის დაახლოებით აღწევს 480 გრადუსამდე, უცნაური დეტალია რომ ვენერაზე არის 480 გრადუსი და მზესთან უფრო ახლოს მერკურთან არის 400 გრადუსი. აი ზუსტად ვენერაზე ატმოსფეროს გამო ხდება ეს ყველაფერი, სხივები შედიან, უკან აღარ გამოდიან და ხდება ის სათბურის ეფექტი, რომელსაც ასე გვაშინებენ ხოლმე ჩვენ ყოველთვის რომ დედამიწა შეიძლება დადგეს. აქ საქმე იმაშია რომ მართლაც ეს საშინელება ვენერას სიცოცხლე შესაბამისად რაღაცა ეჭვები გაჩნდა, მაგრამ დიდი ალბათობით რა თქმა უნდა არანაირი სიცოცხლე ვენერაზე არ არის. ვაჩუს ეჭვები გაჩნდა ატმოსფეროს მაღალ ფენებში, რომ იქ სადღაც სიმაღლეზე შეიძლება იყოს 70-50 გრადუსი ტემპერატურა და იქ რა თქმა უნდა ელემენტარულ სიცოცხლეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი თუ არის რა. შემდეგი არის უკვე აღარ გვინდა ესაც გადავახტეთ რო არა გვაქვს, ეს არის მერკური, რომელიც მზესთან ახლოს არის, ძალიან სწრაფად უვლის მზეს. ხედავთ როგორ მთვარესავით არის და კრატერები დაფარული, ატმოსფერო ეხლა ითვლება რომ ყველაფერს აქვს ატმოსფერო. ვენერასაც, ეს ვენერასაც თქო უნდა აქვს, მაგრამ მერკურისაც აქვს ატმოსფერო, მთვარესაც კი აქვს ატმოსფერო, მაგრამ ეს არის თვითონ ზედაპირიდან ამოწყორცელი გაზებს ეძახიან ხოლმე ხანდახან ატმოსფეროს. მაგაზია ლაპარაკი რა თქმა უნდა ძალიან გაიშვიათებული და არანაირად არ შეიძლება ეს ჩვენ ატმოსფეროსთან გავაიგოთ. ამის შემდეგ ჩვენ მივიდივართ მზესთან. მზე არის ჩვენი ცენტრალური სხეული, იგი არის დაახლოებით 99.98% მთელი მზის სისტემისა. ხანდახან ისეთი უცნაურობები ხდება ხოლმე ჩვენ ასტრონომებს გაოცებული ვარ. მაგალითად ერთ-ერთი
სატელევიზიო გადაცემის დროს ერთი ტიპი გამოდიოდა და მიმტკიცებდა ძალაზე. მედგა რომ გინდა თუ არა მზის სისტემაში აღმოაჩნდა აიო ის რო არის ჰალოების სურათს მაჩვენებდა და მე ვუნა რომ კიდე არისო მზეო და თქვენ გვიმალავთ ასტრონომები. აი როგორ უნდა დაგიმალოთ მე ასტრონომა გია ჯავახიშვილმა ის რომ 99.98%-იანი რაღაცა არის მზის სისტემაში. წარმოგიდგენთ, მთელი მზის სისტემის მასის 99.98% არის მზეში. ნუ ეგეთი რაღაცებია. ეხლა აქ არის ძალიან ისე ძველი ფოტოა 2000 წლის მზის აქტიურობით. მზის აქტიურობა მოგეხსენებათ რომ ძალიან დიდ გავლენას იქონია ჩვენზე ადამიანებზე. მაგალითად გარკვეული ციკლები გააჩნია მას საშუალო 11 წლიანია ეს ციკლი ხოლმე და როცა მზი აქტიურია მაშინ დედამიწაზე მატულობს სიკვდილიანო გულსის ძახვა დაავადებებით ავტოავარიების რიცხვი ფსიქიური შეშლილობათა რიცხვი და სხვადასხვა იხედავთ თითო როგორ ჩანს ეს წლების მიხედვით დალაგებულია სხვადასხვა მზე ხან მზე აქტიურია ხან მზე პასიურია ეგეთი მზე არის აქ დალაგებული და აი რაღაცა ესა და დადებითიც და უარყოფითიც უნდა გითხრათ მაგალითად დადებითებში არის ის რომ რევოლუციები ხდება ხოლმე მზის აქტიურობა თუ საჭირო უნდა მოხდეს რევოლუციაც ეს ჩაწეროთ. ეხლა გავაგრძელოთ მზის აქტიურობაზე და ამ ყველაფერზე და შეხედეთ აი მზის ვიზუალი ესა როცა იმ ტალღის სიგრძეზე რომელიც არ ჩანს ეს არის SDO-დან გადა Solar Dynamic Observatory არის ეგეთი კოსმოსური ხომალდი რომელიც საოცარი რაღაცები არის გადმოცემული ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს გადმოცემული ძალიან კარგი სამუშაოებია მასზე გაკეთებული და შეხედეთ მზეს რომელსაც ჩვენი თვალით ვერასოდეს ვერ დავინახავთ ეს ნამდვილი მზეა კი საქმე იმაშია რომ იმიტომ ვერ დავინახავთ რომ დავუშვათ ატმოსფერო გვიშლის არა ატმოსფეროს რაღაცებს კი შთანთქავს მაგრამ ჩვენ ვერ დავინახავთ იმიტომ რომ ჩვენ ამ დიაპაზონებში ვერ ავგავთ სინათლეს ჩვენი დიაპაზონი არის ძალიან ვიწრო მოგეხსენებათ ვიზუალური დიაპაზონი მხოლოდ და აი დანარჩენი აი ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე აქ ეხლა მე დავილაპარაკებ ისევ აქტივობაზე უფრო სერიოზულ კუთხით მზის აქტივობასთან დაკავშირებით მე გითხარით რომ დადებითი მოვლენებიც არის და უარყოფითი მოვლენები უარყოფითი მოვლენებია ის ავარიები ის ომები ის რევოლუციები რაც შეიძლება ამას რა თქმა უნდა ეს ყველა ესეთი შფოთი ადამიანისთვის ცუდია და ფსიქიური შეშლილობებიც კი რომელიც ზემ შეიძლება მოიტანოს უარყოფითი მოვლენებია მაგალითად ის რომ თუ მოხდა ძალიან დიდი ამოფრქვევა სხვაჩვენებით თითო ამოფრქვევა X ტიპის ამოფრქვევებზია ლაპარაკი ეკვივალენტურია დაახლოებით 100,000 თერმობირთული ბომბის აფეთქების. წარმოგიდგენთ, პუტინი გვაშინებს 5,000 და აი ეს 100,000 აფეთქებს შეიძლება ხშირ-ხშირად ააფეთქოს ხოლმე. და ეს მერე გამოსხივებ ნაწილაკი ემოდიან ჩვენსკენ დედამიწისკენ, გვირტყავენ ჩვენ და ხდება აი ზუსტად ის მოვლენები, რაც მეცეღან ჩამოთვალე. შეიძლება ესეთი ამოფრქვევა, კერინგტონის ამოფრქვევა იყო ძალიან ცნობილი, რომელიც 1800 არ მახსოვს 47 წელს მოხდა და ისეთი დიდი ენერგია მქონდა ამ ამოფრქვევას რომ აი ამ ლაქები როცა ჩდება ხოლმე მაშინ არის აქტიური მზე სატელეგრაფო ანძები დაწვა იქ აპარატურა დაწვა ტელეგრაფისტებს დენს ურტყავდა მაშინ მეტი ელექტრონი არ ქონდა ჩვენ დღეს გათვლილია დღეს რომ მოხდეს კერინგტონის ამოფრქვევა ტელეფონიც კი რომელიც ჯიბეში გათიშული მიდევს შეიძლება დაიწვას ამერიკის ინდუსტრიის 70% მოკვდება ამ ამოფრქვევის შედეგად. ეგეთი რაღაცები მოხდა რა 99 წელს იყო კანადაში, კვებეკის პროვინციაში ყველა ტრანსფორმატორი დაიწვა და გაიქშა პროვინცია მთლიანად. ჩილეში 2001 წელს სარკინიგზო გადამცემი ელექტროხაზები დაიწვა და მე მგონი ჩილეში დღესაც არ უდგენიათ ეგეთი სიტუაცია. აი ეგეთი რაღაცები შეუძლია მზეს ჩაიდინოს ჩვენს გარემოში და ჩვენს გარშემო. ამავე დროს მზის ესეთ აქტიურობასთან დაკავშირებულია ისაც რა ქვია ჩილოეთის სიალები, ამინდის სვალებადობა რაღაც მთელი ესეთი მთელი რიგი მოვლენები. ეხლა მე ცოტა ხანი რომ გამოვიდე აქედან და შევიდე ინტერნეტში, შეიძლება? ო რაღაც ეგეთ პერიოდში 17 წელს დაგიცი რა. როგორ უნდა გავაკეთო მიშა? ო ესა ფოტო მოვიტანე მზესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფოტოა მზის ნეიტრინული გამოსხივება ტელესკოპით არის გადაღებული და ალბათ თქვენ გაიკვირდებათ რა არის ამ ფოტოში ეს თვალსაჩინო და საქმე იმაში რომ ეს ფოტო გადაღებულია ღამით წარმოიდგინეთ დედამიწის მეორე მხარეს ჩანდა მზე და ნეიტრინული ტელესკოპით ესე არის გადაღებული აბა როგორ უნდა გამოვიდეთ უნდა
შეიძლება. აი ვუქ ხომ ვიყვაჭა. აი ხა. მადლობა. აბა მოდი. ხო, როგორ და როგორ დავაკეთებ ეს ამბავი. აი მე ამ space where თავაზობ ყველას აი ამ საიტს, რომელიც არის ძალიან საინტერესო საიტი, რაღაც ასტრონომიული ყოველდღიური ინფორმაციებისათვის. და შეხედეთ პირველი რაც არის, ეს არის მზე, რომელიც ეხლა ანუ რეალურ რეჟიმში, რომელიღაც ტელესკოპით გადაღებული მზე, შეიძლება კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული მზე, ხედავთ კიდეშია ლაქები, ესეთი ულაქო მზე ნაკლებად საინტერესოა ხოლმე სანახავად და ხანდახან არის აი ცოტა უკან მეზარება ხლა არქივში ჩასვლა და უკან წასვლა, თორემ ბევრი დაახუნწუწეს ხო ძალიან ლამაზი ლაქები სხვა შორის. ძალიან ლამაზი ლაქები ჩანდა, სტუდენტებთან ერთად ვაკვირდებოდით კიდეც ნახულობთ აი ხედავთ ერთი ლაქა არის გამოყვანილი. აქვე არის როგორია პროტონების სიჩქარე, ეს მზის კარზე ალაპარაკი, როგორია დაუშვათ რომელსაც მოაქვს ჩვენთან ის აქტიური წარმონაქმნები, თუ მოხდა რაიმე ესეთი X აფეთქება რაც ეგეთი ესენი წერია ყველაფერი აქა და აი ხედავთ მზის კორონალური ხრელები და მე მინდა აი ამ ცხრილს მივაქციოთ ყურადღება. ეს რა არის? ეს არის მზის აქტივობა სხვადასხვა წლების მიხედვით, თუმცა შეფასებული უკვე სხვანაირად. საქმე იმაშია, რომ მზის აქტივობას აფასებენ ლაქების რაოდენობის მიხედვით, ლაქების ფართობის მიხედვით და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მეთოდი არის წელიწადში რამდენი იყო ულაქო დღე. აი დაუკვირდით წელს ულაქო დღე არც ერთი არ ყოფილა. შარშან არც ერთი არ ყოფილა, იმისიანაც არც ერთი არ ყოფილა და ასე შემდეგ მატულობს და ყველაზე მაქსიმალური ულაქო დღე იყო 2019 წელს. 291 დღე იყო ისეთი, რომ არც ერთი ლაქა არ გამოჩენილა მზეზე. ითვლება, ამიტომ 2019 წელი მინიმუმის წლად ითვლება. ეხლა ჩვენ მაქსიმუმში ვართ და მაგას გულისხმობ. იკითხებით კიდე შეიძლება ეხლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ აი რითი გამახსოვდებათ გახსოვთ 2019 წელი მეთქი. ალბათ იმით რომ კორონა გამოჩნდა. სწორედ შემჩნეული საინტერესო ფაქტია რომ როცა მზე აქტიურია ვირუსების გავრცელება ნაკლებია. ვირუსებს ხოცავს მზე, იმიტომ რომ ის აქტიური წარმონაქმნები რაღაცები ვირუსებს მზე და შესაბამისად რა თუ შეგიმჩნევიათ აი ვირუსიანთა ოჯახებში თეთრეულს კიდევ ხოლმე მზეზე. რომ ზემ ვირუსებით ახორცოს ან რაღაც ეგეთი, აი ზუსტად ეგ ეფექტი მუშაობს აქ. ანუ მე რისკვა მინდა, რა თქმა უნდა, ექიმები შეიძლება შემედევონ ამაზე, შეიძლება რაღაცა ისეთი იყო, მაგრამ ვერსია შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ კორონა ჩვენთან გაჩნდა, იმიტომ რომ იყო პასიური მზე და ეხლა იმედია კორონას მოსპობს ეს აქტიური მზე და ეხლა მართლაც შემცირებულია კორონის გავრცელება და ეგეთი რაღაცები, თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტი დაფიქსირებულია. ეხლა, კაი გავაგრძელოთ, მოდი აქედან ჩავალ, ცოტა ხან ჩავხურავ, მე ამ საიტს ისევ დაუბრუნდები სხვა დეტალთან დაკავშირებით და გადავიდეთ. რადგან ჩვენ აი ეს საიტია, რაც გითხარით, აი ეს საიტი, თუ გამოიყენებთ ხოლმე ხო და გირჩევთ, რომ ყოველთვის ესეთ საიტებს, NASA-ს საიტებს უფრო ენდოთ, ვიდრე დაუშვათ იქ რაღაცა მჭხიბავები რომ დადებენ ხოლმე რაღაცას და მე დაიწყებენ აჟიოტაჟი, ეს მოხდა, ის მოხდა და ასე შემდეგ. რა არის? კი ბატონო. ეხლა აქტიურში ვარ. აი ეხლა ნელ-ნელა მივდივარ თქვენკენ. უკვე 4 წელი წავალ თქვენით, მერე ისევ დაიწყება 7 წელი ზევით არის, მერე 4 წელი თქვენით ჩადის და ეგეთ რაღაც. გაზიარდა? კარგი ბატონო, გავაგრძელოთ ეხლა მზეს გავცდით. ხო, მზედე მიფრენა ჩვენი რაკეტა დაჭირდება 8.3 წუთი. ეს რას ნიშნავს, რომ თეორიულად რო დაუშვათ, რომ ვიღაც გველეშეპა ჩაყლაპა ჩვენი მზე, მაგალითად. ჩვენ ამას 8.3 წუთი ვერანაირად ვერ გავიგებთ. სანამ ეს დრო არ გავა,
ჩვენამდე არანაირი ქმედება არ მოვა, არც სინათლის სახით ინფორმაციას ვერანაირად ვერ მივიღებთ. აი ეს არის ზუსტად სინათლის სიჩქარის შემზღუდავი ეფექტის მოქმედება. როცა ასტრონომიასთან გვაქვს საქმე, ვიცით რომ ის ვარსკვლავი 20 იქამდე 20 წელი ან 1000 წელია მანძილი სინათლისა, ეს ნიშნავს რომ ის ვარსკვლავი ჩვენ რასაც ხედავთ 1000 წლის წინანდელ გამოსხივებას ხედავთ. ამის შემდეგ გადავედით თუნდაც მზის მეორე მხარეს და ნახოთ იქ მარსია, მარსზე ბევრს წერენ, ბევრს ლაპარაკობენ, მე კიდე დრო ცოტა მაქვს და ამიტომ მოდით მარსს დავანებებ სხვა ინფორმაცია. მე გეტყვით მხოლოდ აი აქ არის მარსის შემდეგ რა ხდება. მარსის შემდეგ არის ასე ვთქვათ ასტეროიდების სარტყელი. აი ეს ასტეროიდები, მათი რაოდენობა უკვე შეფასებულია. ეს მაუსი საჩანს ხოლმე ვერ ვიგებ რა. აი შუაში ძალიან ბევრი რო არის. მათი რაოდენობა შეფასებულია დაახლოებით 10 მილიონი ცალით. უკვე კატალოგებში შეტანილია. მაგრამ ჩვენთვის ბოლო დროს საინტერესო გახდა ის ასტეროიდები, რომელიც გვემუქრებიან დასაცემად და რომელსაც დედამიწის ახლო ასტეროიდებს ეძახიან ხოლმე. აი ეს ასტეროიდები, მაუსისაც აგერ მაუსი. აი ახედავთ, აი ესე შემოდიან ჩვენთან, შემოივლიან ხოლმე და გადიან, შემოდიან, ეს ის ასტეროიდები, რომელთაც აქვთ ალბათობა, არსებობს ალბათობა, რომ როდისმე ჩვენ დაგვეცნეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგვეცემიან, მაგრამ მაგის ალბათობა არსებობს. ეხლა მე მაგის საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე რამეს ვიტყვი, ბევრს არ ვილაპარაკებ, ისეთი. აი შეხედეთ რა არის პატარა მეტეორი. და გავიცნეთ, რომ ეს არის სულ რამდენიმე აი შეიძლება ჩემ მუჭის ხელა იყოს ეს რაც დაეცა. ეს რო დიდი ყოფილიყო, მაგალითად ჩვენთან მოფრინდა 30 ოქტომბერს ძალიან ახლოს ერთი ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც იყო 1 მეტრი და მე გავითვალე, რომ ეს იყო 27 ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი, რო დაგვრცემოდა. 27 ტონა. ატომური ბომბი მაგდენია უფრო მეტი ატომური ბომბი, მაგრამ ეს 1 მეტრიანი ასტეროიდი თავის სიჩქარით, თავისი მასით, თავის ყველაფრით დაახლოებით მაგის ეკვივალენტური იყო. ეხლა 27 ტონა ტროტილი ღმერთთან დაგვიფაროს, ნუ ამ შენობას რა თქმა უნდა მოსპრობს მთლიანად და რაღაც ეგეთია რა. აი რო გადაითვალოთ რამდენი გადაყვანა როგორ ხდება, რამდენის რამდენზე, მაგაზია ლაპარაკი. კარგით, ეხლა ასტეროიდებსაც გავცდეთ და რადგან გვაგვიანდება, მე იქ ბევრი საინტერესო რაღაც სალაპარაკოა, მაგრამ მაინც იუპიტერზე აღმოჩნდა პოლარული ციალები არის, ვებმა გადაიღო ძალიან კარგი ფოტოები მაგასთან დაკავშირებით, ეს არის იო, არა ჯუნო უკაცრავად, ჯუნო, რომელიც იუპიტერის შესასწავლად გაუშვეს სპეციალურად ამ მოვლენასთან დაკავშირებით, აი ჯუნოზე არის გამოყენებული ერთი საინტერესო მეთოდი გაფრენისა და ამიტომ აი მოდით თუ გინდათ ეს ვნახოთ, სხვადასხვა აღმოჩნდა ერთი უცნაური რამ, რომ იმისაც შენ იუპიტერზე გაფრინდე, სატურნზე გაფრინდე, უკეთესია ჯერ საპირისპირო ხარეს გაფრინდე, მე აგაჩქაროს, მოგისროლო და წახვიდე უფრო ეკონომიურია დროშიც და ენერგეტიკულად. და ეს სხვა შორის მეთოდი მოიფიქრეს 80-იან წლებში ამერიკელმა სტუდენტებმა. და სტუდენტების მე ძალიან ცნობილი მეცნიერია ის, ვინც მოიფიქრა, მაგრამ პრაქტიკულად მაშინ სტუდენტი იყო და აი მაგ მეთოდით მუშაობს დღეს ყველა რაკეტა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ სატურნზე, იუპიტერზე ან სადმე იქით, ყველას უშვებთ აი ამ მეთოდით, ჯერ ავაჩქარებთ ხოლმე და გავისვრეთ რაღაცნაირად და უფრო მოგებულები რჩებით ამ ფაქტის გამო. შემდეგ აქ არის აი ხედავთ იუპიტერი არის საოცრება, მე ძალიან მიყვარს მეთქი წაღანს გითხარით, აი კარგი აბსტრაქციონისტის ნახატები მგონია ხოლმე ხანდახან და ეს. ეს არის იუპიტერის თანამგზავრი იო, რომელიც ერთ-ერთი ძალიან აქტიური კანდიდატად მოიაზრება სიცოცხლესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იოზე აღმოჩენა ხედავთ, აი ეს ახალი ჰორიზონტები გაუშვეს პლუტონის შესასწავლად, მაგრამ იოს რო ჩაუარა, გადაიღო, ვახ, ამ მაუსმა გამიჭერა საკუთრად. აი ეს რო ჩაუარა, გადაიღო აი ესეთი ვულკანის სამარხვევა იოზე. და იო ყველაზე ვულკანურ პლანეტად ითვლება, უბრალოდ პლანეტის თანამგზავრად ითვლება. მზის სისტემაში ისეთი აქტიური ძალიან ბევრი ვულკანებია. მართალია იოზე -100 გრადუსია ტემპერატურა გარშემო, მაგრამ აი ვულკანების ახლოს არის თბილი წყაროები და ფიქრობენ რომ შეიძლება ამ თბილ წყაროებში რაღაცა ელემენტარული სიცოცხლე იყო. ეს სატურნია მისი ყველა და ეს ცნობილი
საინტერესო ისე და ასე შემდეგ. კაი, ახლა ნენელა მივდივართ ხო? აქ მინდოდა მარტო იმას გეტყვით, რომ როცა თქვენ უყურებთ იუპიტერს, აი მაგალითად ახლა შეხედეთ იუპიტერს, რამე გამოჩნდება, კარგად ჩანს ამაღამ, კარგად ჩანს. გამოჩნდება, უნდა იცოდეთ, რომ ხედავთ მას ისეს როგორც ის იყო 45 წუთის წინ. 45 წუთის წინ წამოსული სინათლე მოდის ჩვენთან ახლა. ანდა სატურნს როცა უყურებთ, ეს არის საათნახევრის წინ წამოსული სინათლე. აი მანძილის გადალახვა სატურნიდან ჩვენამდე ელექტრომაგნიტური ტალღა, ანუ სინათლე უნდება დაახლოებით აი ამ დროს. ეხლა ნენელა გავიდეთ მზის სისტემის კიდეებისაკენ და იქ თქვენცით საწყალი პლუტონი, რომელიც ჩამოწერილია უკვე გაალაბორანტ თუ ჩამოლაბორანტებულია, ასე ვთქვათ, და ხშირად მეკითხებიან ხოლმე თუ რატო ჩამოალაბორანტეს პლუტონი. შეხედეთ სიტუაციას, ესენი არის მყარი პლანეტები, რომელიც ზესთან ახლოს არიან ჩვენი. იქ არის გიგანტი პლანეტები და პლუტონი არის სადაც ამ გიგანტი პლანეტების შემდეგ. ანუ იმ ზონაშია, სადაც უნდა იყოს გიგანტი და სადაც უნდა იყოს გაზოვანი. ამ დროს არის მყარი, პატარა, ყველაზე პატარა, ჩვენ თვალზეც პატარა და რა ქვია, კიდევ ერთი პრობლემა გამოჩნდა, რომ 90-იან წლებში, როცა გაუშვეს ჰაბლმა აღმოაჩინა რამდენიმე პლუტონის ზომის პლანეტა და დადგეს საკითხი, რომ ან პლუტონი უნდა ჩამოელაბორანტებინათ, ან და ის პლანეტებიც უნდა ჩაერთვალათ დიდი პლანეტების კატეგორიაში და გადაწყვიტეს, რომ ყველა ერთად დაერქმიათ, მათ ჯუჯა პლანეტები ქვიათ და ისევ პლანეტები არიან პატივისცემთ, მაგრამ მაინც პატარები არიან, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი პლანეტების რიგში არ გადიან. სხვა შორის იმ დღეს იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი პატარა ასტეროიდი ამ შემთხვევაში უკვე პლანეტა აღარ არის, იპოვნეს, რომელმაც მანძილი დაახლოებით 200 ასტრონომიული ერთეულია. ხო, პლუტონამდე არის 40 ასტრონომიული ერთეული, რო იცოდეთ, ასტრონომიული ერთეულებით როილა. და გარშემოვლის პერიოდი აი იმ ობიექტის არის დაახლოებით 4000 წელიწადი. ეხლა იპოვნეს სულ ახალი ინფორმაცია ეს მოცემული და რაღაც. აი როგორ ხო, კიდე პლუტონის ჩამოწერის ერთ-ერთი მიზეზი არის ისა, რომ ყველა პლანეტა, დიდი პლანეტა, ცოტა მერკურია აწეული სიბრტყეში, მოძრაობს ერთ სიბრტყეში, რომელსაც ჩვენ ეკლიპტიკის სიბრტყეს ვეძახით ხოლმე. სადაც დედამიწა და სხვა პლანეტებიც მოძრაობენ. მეტნაკლებად ცოტათი არიან გადახრილები ამ სიბრტყიდან. აი პლუტონი ხედავთ როგორ დახრილად მოძრაობს ამ სიბრტყისადმე. პლუტონი თითქოს თავზე გადაგვივლის, აი ესე დადის რა. ეგეთ რაღაცებს აკეთებს, ამიტომ ეგაც იყო ერთ-ერთი მიზეზი პლუტონის ჩამოწერისა და იმიტომ რომ არღობს ზოგად კანონებს. ეხლა ეს არის ჩვენი მზის სისტემის სივრცე, იქ ფიქსირებული ობიექტები არის, კოიპერის სარტყელის ობიექტები, ესენი არის ასტეროიდები, კომეტები და სხვადასხვა, სადაც პლუტონიც არის, ჯუჯო პლანეტებიც არის და გითხარით რომ კიდევ ერთი იპოვნეს მეთქი უკვე კოიპერის სარტყელის იქით. და კიდე არის ვერსიები, რომ შეიძლება იყოს რამდენიმე დიდი პლანეტაც იმ მიმართულებით, თუმცა ამაზე მიდის ძიება, მეც მაგალითად ძალიან მაინტერესებს და ერთ-ერთი ჩემი ძირითადი სამუშაო მაგ მიმართულებით არის და ვნახოთ რა იქნება. რა ქვია, აი ახლა ვნახოთ, გადავიდეთ შემდეგ მანძილებზე. მიშა უნდა შევისვენოთ თუ რა ქვია, რა ვქნათ. ბატონ, ხო, რო ვერ ვასწრებ, შეიძლება ბოლომდე გავიყო. ო, თუ არ დაიღალე, თუ გინდა შევისვენოთ ხალხო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ასტრონომიულ მანძილებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სინათლის წელიწადი. მანდახა სინათლის წელიწადი დრო გონიეთ ხოლმე, სინათლეში ეს არის მანძილი. სინათლის წელიწადი ეს ის მანძილია, რომელსაც გაივლის სინათლე 1 წლის განმავლობაში. აი როგორ არის იცით, რომ აი მაგალითად ადამიანს ეკითხები, შენ სახლამდე რა მანძილია? ის გეუბნება, რომ ფეხით სავალი 5 წუთის. გაგი დაახლოებით ხვდები რამანძე, რომ 1 კილომეტრი ან 9 კილომეტრის ფარგლებში ლაპარაკია რა. ზუსტად ეგრეა სინათლის წელიწადი. სინათლის წელიწადი რა თქმა უნდა ძალიან ნამდვილი გამოსათვლელი ერთეულია, ამისაც თქვენ უნდა აიღოთ 1 წელიწადში რამდენი წამია, ამას აკეთა, აი ხედავთ 24 საათი განმავლობაში 63 წუთზე, 63-ზე და აქედან მიიღეთ, რომ დღე-ღამეში ყოფილა 86400 წამი და ერთ სინათლის წელიწადია ეს ყველაფერი გამრავლებული 365 დღეზე 25 მიასედით, მე იქ თავი რო არ ეტეხო ეს ნაკიან წელს არის დათვლილი თუ უნაკო წელს არის დათვლილი, გამრავლებული წამების რაოდენობაზე, გამრავლებული სინათლის სიჩქარეზე წამში და გამოდის აი ესეთი საშინელი რიცხვი. ბუნებრივია ეს ზეპირად არასოდეს არ მახსოვს და არც ვცდილობ დავიმახსოვრო, იმიტომ რომ ვიცი რომ არსებობს ეგეთი რაღაცა და ვიცი რომ ეს ამის გავლა სინათლე 1 წელიწადს უნდება. ეს არის დაახლოებით ამდენჯერ დიდი მზის დიამეტრზე და ამდენჯერ დიდი დედამიწის ორბიტაზე.
თუმცა უნდა იცოდეთ, რომ სინათლის წელიწადი ეს ის მანძილია, რომელშიც მხოლოდ ჩვენი მზის სისტემა მოთავსებული. არაფერი სერიოზული სხვა ობიექტი იქ არ არის. როგორც გინდა დიდად ჩათვალო ეს მანძილი, მაინც ძალიან პატარა მანძილია ასტრონომიული კუთხით და ასტრონომიული თვალსაზრისით. აი შეხედეთ, ამის შემდეგ ასტრონომები გადადიან უკვე ვარსკვლავების გაზომვაზე. ეხლა ჩვენ ვილაპარაკებთ ვარსკვლავებზე, რამდენიმე ობიექტს დავასახელებთ და რა მეთოდი შემოდის ვარსკვლავების გაზომვისა. ამას ქვია პარალაქსის მეთოდი. აი ჰიპარქოსი რო ვახსენეთ, ზუსტად იმ ჰიპარქოსის შემოტანილი. შეხედეთ, დედამიწა აქ იყო ივლისში, შემდეგ გადავიდა იანვარში, აქ გაევიდა 6 თვე, გადაინაცვლა თვითონ დედამიწას დაახლოებით 300 მილიონი კილომეტრი მანძილით, ორი ასტრონომიული ერთეულით და კუთხე როგორი განსხვავებული უნდა ჩანდეს. შეხედე ვარსკვლავს აქედან, შეხედე ვარსკვლავს აქედან, აი ამ კუთხეს ქვია ვარსკვლავის პარალაქსი. ნახევარ კუთხეს. ანუ ეს ის კუთხეა, პარსეკი ერთეული და პარალაქსი კიდევ ვარსკვლავის, ასე ვთქვათ, გადანაცვლების კუთხე. ეს ის პარსეკი არის ის კუთხე, ერთი პარსეკი არის ის მანძილი, საიდან დედამიწის ორბიტის ნახევარ ღერძით ჩანს 1 სეკუნდიანი კუთხე. ეხლა 1 სეკუნდიანი კუთხე რა არის? ეს არის ძალიან პატარა კუთხე, რომელიც გაზომვასაც მხოლოდ ტელესკოპებით ვახერხებთ ჩვენ. თვალით ეს არ ჩანს, თვალით ჩანს დაახლოებით 1 მინუტი. მე ხანდახან ესეთ მაგალითს ვაყენებ ხოლმე, რომ თქვენ რომ აიღოთ 20 თეთრიანი, გაიტანოთ 3 კილომეტრზე, წარმოიდგინეთ, აი როგორც ეს 20 თეთრიანი გამოჩნდება, ეს არის 1 სეკუნდი. ანუ 3.5 რუსთაველის სიგრძე რო წარმოიდგინოთ. აი 3.5 რუსთაველის სიგრძეზე 20 თეთრიანი რო დააყენოთ და შეხედო, როგორც დაინახავ, ის არის 1 სეკუნდი. ბუნებრივია თვალით იმას ვერ დაინახავ. დაახლოებით ეგეთ სიდიდეებს ზომავენ ასტრონომები. და უფრო მეცაც გეტყვი, ამის 1/1000-ია გაზომილი დღეს, მაგალითად სხვადასხვა კოსმოსური აპარატების მიმართ. აქ ჩვენ ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, ესენი დაიწყო ჩვეულებრივი ტელესკოპური დაკვირვებები, დედამიწიდან იზომება და თავდაპირველად დღეს უკვე იზომება კოსმოსური ხომალდებიდან. აი შეხედეთ, აი ხედავთ, აქ არის სქემები თუ როგორ ხდება მისი გაზომა, აგერ არის ორი ფირფიტა რო აიღოთ 6 თვის განსხვავებით. და შეხედეთ, რომ ერთი ვარსკვლავი აი ამ ფირფიტაზეა და მეორე ამ ფირფიტაზე, რა ქვია, როგორი სხვადასხვა ადგილას ხედან ის ვარსკვლავები. ამ მანძილს თუ გაზომავთ მათ შორის, ეს არის პარალაქსი. აი მაგაზია აქ ლაპარაკი. კუთხურ ზომებში იზომება ეს ყველაფერი. და აი ერთი პარსეკით რაღაც გითხარი, როგორი ასტრონომიული ერთეულია და როგორ არის განლაგებული ჩვენს გარშემო ვარსკვლავები. ეხლა ვნახოთ თვითონ ეს ვიდეო, რომელიც გვეუბნება როგორ ზომავს გაია. გაია არის ევროპული ასტრონომიული კავშირის თან გაშოვლილი თანამგზავრი. საოცრად დიდი სამუშაო გააკეთა, ბოლოს ალბათ გინახიათ, ჩვენი galaktika რო ესეთი რაღაც თებივით არის დახატული, ჩვენი galaktika ზოგანწერე რო არის კანიბალი, აღმოჩნდა რომ კანიბალია მართლა, ანუ მეზობელ პატარა ჯუჯა galaktikებს თავში ყლაპავს და ეს ყველაფერი არის გაია სამუშაოები გააკეთებული და გამოყვანილი და ამ გაიამ გაზომა ეხლა ვეგეთოთ 1.7 მილიონი ობიექტის საკუთარი სიჩქარე, პარალაქსი, საკუთარი მოძრაობა, პარალაქსი და სხვადასხვა ესეთი ძალიან საინტერესო შედეგები აქვს მოცემული. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მაინც ცოტა. თუ მარტო ჩვენ galaktikაში დაახლოებით 200 მილიარდამდე ვარსკვლავია ერთი ვერსიის მიხედვით და წარმოიდგინეთ ეგეთი galaktikები ბევრი. ანუ ჩვენ რაც უფრო მეც ვისწავლით, რაც უფრო მეც გავაკეთებთ, უფრო მეტი საინტერესო ხდება ხოლმე, თუმცა რაღაც გარკვეულ დონეზე უკვე ვიცით, რომ ეს ყოფილა. ეს ახლა საჭირო ამის შემდეგ საფეხურზე გადასვლა. ეხლა ბევრს ლაპარაკობ, რა ქვია, აგერ გაია მოთავსებულია დედამიწის უკან, მოძრაობს დედამიწასთან ერთად. მოდი ცოტა გადმოვიტანოთ, ავაჩქაროთ ეს ვიდეო. ხედავთ, გაია არის დედამიწის მოთავსებულია ლიბრაციის წერტილში. უნდა გითხრათ, რომ ეს ის წონასწორობის წერტილია, რომელიც სინქრონულად ამოძრავებს ობიექტს აი ამ ზედამიწის სისტემაში. ამ ლიბრაციის წერტილში მოთავსებულია დღესაც ვებ ტელესკოპიც, ძალიან ცნობილი ტელესკოპი და საერთო ჯამში შედეგში რა ხდება, რომ აი ხედავთ როგორ არის ცას როგორ იღებს გაია და როგორ ფიქსირდება ეს ვარსკვლავები. ეს ხო ჩანს კიდევ შუქი რატო არ ჩავაქრეთ ისე გავიწყე ხლა რაღაც დროსია, მაგრამ ხედავთ ხაზებს აი ეს ელიფსეს რო ხატავს. აი ეგ არის ისა. ანუ ვარსკვლავები 1 წლის განმავლობაში გადაადგილდება, შესაბამისად ასტრონომის საქმე რჩება ამ ელიფსის დიამეტრის გაზომა.
და აქედან გამოყოს მანძილი ამ ვარსკვლავამდე. მართალია ხო თავისთავად ტექნოლოგიურად აქამდე ასვლა საკმაოდ რთული იყო, თავიდან ეს ტელესკოპით ხდებოდა ძალიან მძიმე დაკვირვებებით, მაგრამ ჩვენ ამას მივახციეთ. გაიას საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ დაახლოებით 10000 პარსეკი მანძილი ესეთი. აი ხედავთ, აი ვებზე ძალიან გითხარით, რომ ვიბრაციის წერტილებშია მოთავსებული მეთქი, ვიბრაციის წერტილებს ასტრონომები ძალიან აქტიურად იყენებენ, მაგალითად L1 პირველი ვიბრაციის წერტილში მზისკენ მოთავსებულია სოხო, ძალიან ცნობილი თანამგზავრი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს, დღესაც მუშაობს. L2-ში მოთავსებულია გაია და მოთავსებულია ამავე დროს ის ვებ ტელესკოპის, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ. ჩვენ ახლა ცოტა ცუდად ვაგვაგდროთ, რომ შეიძლება და ვებზეც რამდენიმე სიტყვით გვეთქვა, ეს არის ვების ფოტოები, ხედავთ როგორი გარჩევა აქვს ვების. ეს საოცარი რაღაცა იყო. ვნახეთ, აი ძველი ჰაბლის ფოტო რო აიღოთ იგივე galaktikis, თქვენ დაინახავთ, რომ ამ ადგილას არის სულ გადღაბნილი. ვებმა გაარჩიეს ყველაფერი და ესაც ერთ-ერთი ძალიან დიდი და აი სპიცერის ფოტო და ვების ფოტო, როგორ გააშკარად განსხვავებული. აი გვინდა ახლა შედარება არის ჰაბლის და ვების ერთმანეთთან. ვები იყო პირველი ტელესკოპი, რომელმაც დაინახა პლანეტა, ეგზოპლანეტა. ანუ რა, იქამდე ჩვენ ეგზოპლანეტებზე რომ ვამბობთ, აღმოაჩენ, ეს ნიშნავდა, რომ ხედავდით იმ ცენტრალურ ვარსკვლავს და გავლენას პლანეტისა ამ ცენტრალურ ვარსკვლავზე. მაგრამ დანახვით პირველი იყო ვები, რომელმაც დაინახა ეს ეგზოპლანეტა, რომ დააფიქსირა, მე იქ რაღაცა ისინიც გადაიღო და ხო, აქვე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა ხმებზე. ან ამბობენ ხოლმე, რომ აი კოსმოსური ხმები და ესეთი რა, აი რა არის კოსმოსური ხმები. ეს არის რეალური მუსიკა რეალური მუსიკა ერთადერთი შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენ სატურნში რომ ჩაედო რეალურ ხმა შეიძლება ჩავთვალოთ სატურნში რომ დაეშვა ის დაკია კასინი თანამგზავრდა რო იწერდა დაშვებისას ხმებს ის შეიძლება იყოს დაიწვა მე ბოლოში მაგრამ ის შეიძლება იყოს რეალური ხმა რომელიც ჩვენამდე მოდის სხვა რეალურ ხმას არ ვიღებთ იმიტომ მოგეხსენებათ რომ არ შეიძლება ხმა გავრცელდეს ამ ვარსკვლავს შორის სივრცეში ვერ გავრცელდება ეხლა კარგი ბევრს რომ ძალიან ვარ შეგაწყინოთ აქ პლეიადებია პლეიადები მეწერან ვახსენებ პლეიადები არის ვარსკვლავ ჯგუფი რომელიც ერთად დაიბადა ერთად მოძრაობენ ერთად და სხვადასხვა დროს მოკვდებიან ასტრონომიაში არის უცნაური რამე რაც უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ის უფრო მალე კვდება მაგრამ ასაკით ისინი ერთი ასაკისანი არიან რასაც ჩვენ უყურებთ ეს გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ ვარსკვლავთა ევოლუცია ძალიან კარგად ეს შესანიშნავი მეთოდია ვარსკვლავთა ევოლუციის შესწავლისა რომ რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი ის უფრო მალე გადის ამ ყველა ეტაპს ვარსკვლავის ევოლუციისა და მერე დაუშვათ კვდება კიდეც აი ზიახლის სახით ან ახლის სახით ან რაღაცა სახით კვდება და ეს პატარა ჯუჯა ვარსკვლავი შეიძლება ყველას დიდხანს ცოცხლობს აი ჩვენი მზე მაქრო ჭკვიანია რა პატარა ჯუჯა და დიდხანს ცოცხლობს სხვა ისეთ გიგანტებთან შედარებით მანძილი იქამდე არის 150 პარსეკი აქ ეს არის M44 ბაგები ქვია ამ გროვას რატო მოვიყვანე ეს მაგალითად რომ ასტრონომები საერთოდ საკუთარ სახელებს ნაკლებად არ ქვევენ რაღაც ახალ ობიექტებს საკუთარ სახელებს აი ესეთი ლამაზ სახელები როა იმ ქნარის ნისლეული და იმის ეს რაღაცა და კატის თვალე რაღაცებს ეს არის მოყვარულების დარქმეული ასტრონომები არ ქვევენ კატალოგის ნომრებს მაგალითად ეს არის მესიეს კატალოგის 54 ობიექტი რომელსაც ქვია ბერძნებისგან დარქმეული სიტყვა ბაგები სხვა შორის რატომ ბერძნები თვლიდნენ რომ აქ პატარა ჩოჩრები ვირის ჩოჩრები ზოვდნენ ბალახს რატომ აიც და მაინც ჩოჩრები და არა ვირები ეგეც არ ვიცი მაგრამ ნუ ეგრე უწერიათ ბერძნებს ეხლა შეხედეთ რატომ მოვიყვანე ეს არის მესიე 44 მესიეს კატალოგი ძალიან ცნობილი კატალოგია და თან ცოტა იუმორისტული დატვირთვაც აქვს ამ კატალოგს იმიტომ რომ ეს იყო ცნობილი ფრანგი ასტრონომი რომელიც ეძებდა კომეტებს და ეხლა კომეტების ძებნა როგორ იყო მაშინ რომ ტელესკოპით უყურებდა რაღაცა ლაქა იყო უყურებდა ერთი დღე ორი დღე სამი დღე ლაქა არ მოძრაობს ესე კომეტა არა ტყუილად გაუწდა მესიეს თავისი 2-3 დღე მე მეორე ლაქა დაინახა ასევე გაუწდა და მესიემ გადაწყვიტა შეექმნა კატალოგს ესე ქვია პირდაპირ კომეტების ზებნაში ხელშეშლილი ობიექტების კატალოგი მესიემ კომეტა იპოვნა თუ არა არავინ არ იცის
მაგრამ აი ეს კატალოგი არის ყველაზე სრული კატალოგი, რომ აღმოჩნდა რომ ყველაზე საინტერესო ობიექტები ცაზე არის ზუსტად ეს კატალოგის ობიექტები. ცოტა ესეთი კომიკურია ხოლმე ხანდახან ჩვენი ბედი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენ რაც ხელს გვიშლის, იმით ავართ ყველაზე ცნობილები რაღაც ეგეთი გამოვიდა მესიეს შემთხვევაში. ორიონს უნდა შევეხო რამდენიმე სიტყვით, ძალიან ცნობილი თანავარსკვლავედია, თან ორიონის თანავარსკვლავედი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვარსკვლავით საზეს გზამკვლევადაც, აი შეხედეთ, როგორ შეიძლება ორიონის გამოყენებით სხვადასხვა თანავარსკვლავებამდე მიხვიდე და კიდევ აქ არის ერთი საინტერესო დეტალი. ორიონის თანავარსკვლავედი ეს ის ობიექტია და რომელშიც მოთავსებულია ბეტელჰეიზი. ბეტელჰეიზი კიდე როგორც მოგეხსენებათ, ველოდებით რომ უნდა აფეთქდეს. აი მოდით შევხედოთ ახლა ამ ვიდეოს ამ ბეტელჰეიზესთან დაკავშირებით. ბეტელჰეიზი არის გიგანტი ვარსკვლავი. იგი მასით დაღლით 20 ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მზე. ბეტელჰეიზის მანძილი, სხვადასხვა ავტორები, სხვადასხვანაირად დაღლით 600 სინათლის წელიწადია. რას ნიშნავს ბეტელჰეიზი? ჩვენ ახლა ვფიქრობთ ის უკვე ისეთ ფაზაშია, რომ უკვე შეიძლება აფეთქებული იყოს, მაგრამ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოსულა. აი ინფორმაციის მოსვლას იქიდან ჩვენამდე უნდა 600 წელიწადი. შეიძლება თქვენ დღეს გაიხედოთ და დაინახოთ რომ ბეტელჰეიზი ძალიან გამყინვარია. აი ბეტელჰეიზი ძალიან გაბწყინებულია, შეიძლება დაინახოთ ეგეთი რაღაცა და ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია დღეს. იმიტომ რომ ის 600 წლის წინ ამბობდა. და ეგეთი რაღაცა. წარმოიდგინეთ ბეტელჰეიზი რო აფეთქდება ჩვენ იგი გაანათებს როგორც სავსე მთვარე ვანათებს ხოლმე. და რაღაცა პერიოდი ალბათ იქნება, რომ ჩვენ გვექნება ორი სავსე მთვარე, ერთი დაფიქსირებული ბეტელჰეიზი და მეორე მოძრავი მთვარე. ნუ საბედნიერო ბეტელჰეიზი ჩვენთან ახლოს არის, თორე რიცხვიც მოგიტანდა დაახლოებით 30 სინათლის წელიწადზე რო იყოს ეს ობიექტი, უკვე ითვლება, რომ ზიახლები როცა 30 სინათლის წელზე ახლოს ფეთქდებიან, მათ საშიშრება მოაქვთ. ეგეთი რაღაცები მომხდარა დედამიწის ისტორიაში, სხვათა შორის არის დაფიქსირებული, მაგი ფიქსირდება რკინა 60 და კობალტ 60-იც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიახლების აფეთქების დროს წარმოიშვება ხოლმე და ოკეანის ფსკერზე ქანებში იპოვეს ეგ რა ქვია იზოტოპები, რომელიც სხვანაირად ვერ წარმოიშვებოდა დედამიწაზე თუ არა ზიახლის აფეთქება, რომელიც ჩვენთან ახლოს მოხდა და მერე მოიტანა. და კიდევ ერთი რაღაცა, აი ხშირად ლაპარაკობენ კოსმოსური კატასტროფები, კოსმოსური რაღაც მოვლენები და დედამიწის კატასტროფები. მაგალითად ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, დინოზავრები რატო დაიხოცნენ ვიცით. დაეცა რაღაც ასტეროიდი დაიხოცნენ, მაგრამ აი მაგალითად კატასტროფა, რომელიც 250 მილიონი წლის წინ მოხდა და დაახლოებით 96% ცოცხალი ორგანიზმებისა ამოწყდა, ანდა 500 მილიონი წლის წინ მოხდა და დაახლოებით რა ქვია ნახევარი ცოცხალი ორგანიზმებისა ამოწყდა, ეს არ ვიცით. ანუ მიზეზი თუ რა მოხდა. შეიძლება ესეთვე რაღაცა ვიღაც ბეტელჰეიზი აგვიფეთქდა აქეთ გვერდით და იმან გამოიწვია ეს ყველაფერი. აი ახლა ასტრონომებიც, ბიოლოგებიც სულ ყველა ცდილობს რომ დააკავშიროს ეს მოვლენები ერთმანეთთან და გაიგონ თუ რა შეიძლებოდა გარედან მოსული ისეთი მოვლენა ყოფილიყო, რომელიც აი ამ კატასტროფებს გამოიწვევდა. ეხლა ამის შემდეგ გადავიდეთ ორიონის ნისლეულისაკენ. ძალიან საინტერესო ობიექტია ცაზე და ძალიან ლამაზი სამომე დროს ორიონის ნისლეული იქამდე მანძილი დაახლოებით 1300 სინათლის წელიწადია და უნდა გითხრათ რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყოთ ახლა ორიონის ნისლეულიდან აქეთ დედამიწას უყურებდეთ დაინახავდით თბილისის მერვე საუკუნეში. რა ხდებოდა ახლა თბილისში მერვე საუკუნეში? ეს იყო არაბების ობსერვატორია, ვიცი ერთი რო იდგენ არეყალაზე და შეიძლება ის არაბი ასტრონომი დაგენახათ, თუ კაი ტელესკოპი გექნებოდა. ეხლა რო უყურებდეთ, მიაქციეთ ყურებთ, მაშინ კი არა, მერვეში რო გამოგეხედა, მაშინ კი არა, ეხლა რო უყურებდით, დაინახავდით ჩვენ მერვე საუკუნეს. იგივე ხდება ჩვენ შემთხვევაში, აქედან რო უყურებთ, ხედავთ ორიონის ნისლეულის მერვე საუკუნეს. აი მაგი არის ზუსტად ამ მანძილებზე, რაც შეიძლებოდა ესეთი რამ თქმულიყო. სხვათა შორის ბევრი ლამაზი ფოტოა ასტრონომიაში, თქვენ იცით რომ დღეს ძალიან გავრცელდა მოყვარული მის მიერ გადაღებული ფოტოები, საოცარ კარგ ფოტოებს იღებენ. მე ძალიან მიხარია რომ ქართველი მოყვარულები გააქტიურდნენ ამ მიმართულებით, ნუ თვალმა დათომ დაიწყო და მე ეხლა ბევრია უკვე ჩართული ესეთ საქმეებში
მაგრამ შუღლაძე არის ეგ სანდრო ძალიან კარგ ფოტოებს იღებს ხოლმე და ბევრი სხვებიც მეშინე ახლა ვინმე არ გამოვიდეს და ამიტომ არ ჩამოვთვლი და არ ვიტყვი და უნდა გითხრათ ერთი რამე რომ ეს ფოტოები მიღებადია ჩვენთან ესეთი ლამაზ ფოტოები ჩვენთან მიღებადია მაგალითად აი ეს არის ჩემს სტუდენტებს გადავაღებინე ობსერვატორიაში ოღონდ რით განსხვავდებით პროფესიონალები მოყვარულებისგან ანუ მოყვარულები ახლა მოყვარულებს ეძახიან ასე ვთქვათ სამოქალაქო ასტრონომებს citizen astronomers თუ რაღაცა ეგეთი და რით განსხვავდებით რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს დავამუშავოთ ფოტო ეს არის სტუდენტის მიერ გადაღებული ფოტო ედავთ ორიონი ერთ კადრში კი არა რამდენ კადრში ვერ დაეტია მე კომპოზიცია მეოთხე კომპოზიცია გააკეთეთ მაგრამ არავითარ შემთხვევაში იქ რაღაცა ფერის შეცვალე ეგეთი რამე მოხსნილია ასტრონომიის შემთხვევაში იმიტომ რომ შენ ობიექტურობა უნდა შეინარჩუნო იმას უფლება აქვს რაც უნდა გაალამაზოს ეხლა რა თქმა უნდა სხვა რამე დახატოს ეგ არ შეიძლება მაგრამ გაალამაზოს კონტრასტი შეუცვალო ზოგი მხარე გააძლიეროს ზოგი ეგ უკვე მოყვარულის ასე ვთქვათ უფლებას წარმოადგენს ეხლა გარდა აი ხედავთ ერთი კადრი აი ეს არის წინა კადრიდან ერთი კადრი ერთი ნაწილი მხოლოდ იმხელა არის ორიონის რა ქვია ნისლეული ტელესკოპში კიდე მხატვრებსაც ვყვართ ეს აბულაძის ნახატებია და მე მინდა გაჩვენოთ აი როგორი არის ორიონის ნისლეულის ვიზუალიზაცია წარმოიდგინეთ რომ თქვენ მიფრინავთ ორიონის Using volume visualization we can investigate the three-dimensional structure of the Orion მიფრინავთ ორიონის ნისლეულში და რა ქვია აი ეს რეალური ფოტოებისგან რეალური ცოდნისგან დამზადებული ვიზუალიზაცია მართალია სამდეთ არის გაკეთებული აი ეს ცნობილი ორიონის ტრაპეცია მე თვითონ დავკვირვები ვარ ბევრჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავებია და ელოდებიან რომ ძალიან მალე დაიხოცებიან იმიტომ რომ ძალიან კაშკაშა ვარსკვლავებია რაღაც გითხარით რომ რაც უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ის უფრო მალე გადის თავის ევოლუციის გზას და უფრო მალე კვდება ჩვენი მზეთ და მზის სისტემა დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ასეთივე ნისლეულშია დაბადებული. ანუ ჩვენ რასაც წარმოადგენთ, აი სხეული, ჩასაცმელი ყველაფერი, აი ეს ნისლეული რაც არის ეს იყო და მე დღეს წარმოადგენთ აი ჩამოყალიბებულ სისტემას, რომელსაც ადამიანი ქვია. ხედავთ ეს არის პროტოპლანეტარული ნისლეულები, აქ იბადებიან პლანეტები. არ შეგვეშალოს ოღონდ პლანეტარული ნისლეულები განსხვავდება პროტოპლანეტარული ნისლეულებისგან. პლანეტარული ნისლეულებს რასაც ეძახიან, ეს არის ვარსკვლავმა ევოლუცია რო განიარა ბოლომდე და მე მოწყდა თავისი გარსი და გაფართოვდა. ეს არის პლანეტარული ნისლეული. აი პროტოპლანეტარული ნისლეული მომავალია უკვე. აქ ხდება პლანეტების დედამიწა, იუპიტერი და ასეთების ჩამოყალიბება და იქ შეიძლება გაჩნდეს მომავალში სიცოცხლე. ამით განსხვავდება ეს ორი ცნება ერთმანეთისაგან. მოდი ახლა გავედით ბოლოში და გადავხდეთ ცოტა რომ ავაჩქაროთ ეს ყველაფერი და აი ხედავთ ახლა აი ეს ქონა უკვე. ზოგადად სამყაროში არის ბევრი ორგანული ნივთიერება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ სიცოცხლე ორგანიკაა. აი შეხედეთ აღმოჩენილია სპირტის ნისლეული. აქ იუმორისტულად წაწერილიც არის რომ იმხელა ეს ნისლეული რომ ირლანდიელები თურმე ითვლებიან ყველაზე ლოდ ხალხად დედამიწაზე რომ ირლანდიელებს რამდენი ლუდი გამოუვათო ეგეთი ის არის მიწერილი 400 ტრილიონ pins of beer აი ამდენი გამოვა იმდენი არის აქ ალკოჰოლი აი ამ ნისლეულში და ეგეთი რაღაცები კიბორჩხალა ჩვენგან 6000 სინათლის წელია აფეთქდა 1054 წელს ეს იყო ზიახალი ვარსკვლავი რომელიც ჩინურ ქრონიკებში აღწერილი რომელიც ქართველებმაც დააფიქსირეს მაგრამ სამწუხაროდ ქართველები თქო ზარმაცები ვიყავით და 3 თვით გვიანა გვაქვს დაფიქსირებული მაშინ და აი როგორი არის კიბორჩხალას ხმა ეს ხმა უკვე ამასაც მიაქციეთ ყურადღება არის რადიოტალღები მოსული და უბრალოდ გადატანილია ჩვენს სმენად იმაში ჩაულებრივი ხმის რა თქმა უნდა კიბორჩხალამდე 6000 სინათლის წლის მანძილიდან ჩვენ ხმას ვერანაირად ვერ გავიგებთ აი დაუკვირდით ახ აქვე არის ველას ნისლეული და მისი ხმა.
ეს არის ზიახალი საფუძველი შემდეგ This დარჩენილი is the sound of the Vela pulsar, a neutron star Sire, created when this object- massive star exploded in a Type II რომელიც არის supernova. დიამეტრით ამ შემთხვევაში 12 კილომეტრი, წამში 12 ბრუზა და 11 რაღაცა ხირი. აი ესე სიხშირით ბრუნავს 12 მილი ყოფილა 12 კილომეტრი კი არა. და აი ეგ არის რა. ყველაფერი ანუ მიჭყლეტილია ერთმანეთთან, ვიშა შენ ნეიტრონ ვარსკვლავები მუშაობ თვის, ისინი მუშაობენ. მიჭყლეტილია პროტონები ელექტრონებზე და სულ ყველაფერი ნეიტრონებად არის ნეიტრონებად არის გადაქცეული, ეგეთი რა ძალიან მასიური ობიექტია, სიმკვრივი აქ ძალიან დიდი, თორე მასიურობით, ნუ ეს 1/9, კი მორჩხალა ვიცი რომ 1/9 მზის მასა ეს ახლა ვარ მოგატყუოთ ზუსტად არ ვიცი როგორი მასისაა. აი მე გადავდივართ თუ მივდივართ აქეთ და იქით ესეთი ობიექტები ხდება ხოლმე მასიური გიგანტური სფერული გროები, რატომაც ფანტასტები თვლიან რომ სფერული გროებში ბოროტი არსებები ცხოვრობენ. ალბათ წაიკითხიათ აი რა ქვია რიანკალის სფერული გროვის ბარონებია, რომლებიც ომობენ ყველა ბევრ ფანტასტიკაში არის მოყვანილი, რომლებიც ომობენ ჩვენს წინააღმდეგ და ეგეთი რაღაცები დამდოს. სფერულ გროებში ალბათ სიცოცხლე ნაკლებად იქნება, იმიტომ რომ ესენი ნებერი ობიექტებია და მაშინ ჯერ კიდე არ იყო ნივთიერება სიცოცხლის წარმოსაშვებად, თუ არ განვითარდა და ასე შემდეგ. მინდა კიდე გაჩვენოთ ნისლეულები, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში ეს ლამაზი ვიდეოა უბრალოდ მაგის გამო, თორე აი მე ისეთი დატვირთვა ამას შეიძლება არ გქონდეს. ამ ობიექტებში არის მხოლოდ ერთი გარეგალაქტიკური ობიექტი, დანარჩენი ყველა ჩვენი გალაქტიკის ობიექტია. ხრათ, აი მოდი ორიონის ნისლები. ანახან ბალერინის კაპასაც ეძახიან ხოლმე ამ ნისლებს. ახლა ძალიან ლამაზია, მე მახსოვს ახალგაზრდობაში პროგრამულ დაკვრევას დავამთავრებდი, მოვატრიალებდი ხოლმე ტელესკოპს და უყურებდი, ვიჭექდი ვიყურებდი. ისეთ საოცარი შთამბეჭდავი ობიექტი. ცოტა ავაჩქაროთ, რომ ეს ბევრს აიღებს, ნუ ეს სახელები რა თქმა უნდა. მალევიჩი. საში უკეთესი მალევიჩი გვაქვს. ჩუპურიდან რაღაც ეგეთები და ძალიან სილოულია. Ala. Sorry. Albatross. Valentinis nisilovi. Ამბლეთ არსებობს საში ესეთი. ოც სხვადასხვა ბელებში გადაღებული სხვადასხვანაირად ჯანსაღ. საოცარო ძალიან. ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ნისლეულებიც არის ჩვენ გალაქტიკაში. ბატონებო, გალაქტიკაში აი ცხენისთავი იყო იქ ერთ-ერთი ნისლეული სამწუხაროდ კარგად შევეთ აგე ნახატი. რა ქვია, გალაქტიკაში ნისლეულები განლაგებულია ძირითადად შტოებში, იმიტომ რომ ნისლეულებისგან იბადება თუ ეს არის ნარჩენი ნისლეული ზიახლის აფეთქებისა, იქიდან იბადება ახალი ობიექტები, ახალი ვარსკვლავები და ასე შემდეგ. და აი ხედავთ ჩვენ გალაქტიკას ზევიდან რომ დავხედოთ როგორია ობიექტური რუკა და როგორია იგი, ну რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ტელედაკვირვებებით შეიძლება, ეს არის რადიო ტელესკოპებით მიღებული ეს ადგილები, სადაც არის წყალბადის ნისლეულები, სადაც მიმდინარეობს აქტიურად ვარსკვლავ წარმოშობა, სადაც იბადებიან ახალი ობიექტები. აი ხედავთ როგორია. ჩვენ გალაქტიკას ესეთი ფორმა აქვს ზევიდან, ეს სპირალებია და ამას ქვია ბარიანი გალაქტიკა. ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი, როგორც მოგეხსენებათ, დიამეტრში არის დაახლოებით სხვადასხვა ვერსიები, ხო, ჩვენ ზუსტად არ ვიცით და აი რო გითხრათ, რატოა ახლა ჩვენი გალაქტიკის შესწავლა ესე რთულდება, რატო რთულდება? იმიტომ რომ დაუშვათ წარმოიდგინეთ ამოცანა როგორი გვაქვს ჩვენ ასტრონავტები, ვართ ახლა ამ ოთახში და ვიღაცამ დაგვავალეს, აბა წაიღენ ზევით გარედან როგორია ეს სახლი, ის აღწერეო.
კიდე კაი გამჭვირვალეა კედლები, მაგრამ თავისთავად იმდენ რამეს ვერ ვხედავთ ამ გამჭვირვალე კედლებს, მაგალითად, იმდენი მისწრებულებია, რომ galaktikis მეორე მხარეს გარდა ზოგიერთი დიაპაზონისა უბრალოდ ვერ ვხედავთ. რაღაც ეგეთ ობიექტებს ბევრ რამეს ვერ ვხედავთ ჩვენ galaktikაში, იმიტომ ჩვენ შიგნით ავართ. ჩვენ რო გარდან უყურებთ, ხანდახან ბევრი galaktika შეიძლება გარდან უკეთესად ვიცოდეთ, ვიდრე ჩვენი galaktika, იმიტომ რომ შიგნით ავარ და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. galaktika რო გავიაროთ აი ესე დიამეტრში არის დაახლოებით 100,000 სინათლის წელი დაგჭირდება იმ ჩვენი რაკეტით რომ გავიფრინოთ. ნუ რამდენი თაობა შეიძლება შესაბამისად თქვენ ხვდებით რომ ალბათ ერთი 2000 თაობა უნდა შეიცვალოს ჩვენ რაკეტაში რომ თავიდან ბოლომდე გავიდეთ რაღაც ესეთი ობიექტია ჩვენი galaktika. აი ესაც ნახატია უკვე მაინც და ზემოთ არსებულია სადღაც აი აქ პერიფერიებში ჩვეულებრივი პროვინციალები ვართ. და ძალიან კარგი პროვინციალები ვართ, იმიტომ რომ ცენტრში სიცოცხლე ვერ დაიბადებოდა. ხოლო აი ამ პერიფერიებში ის ნივთიერება ბევრი, საიდან შეიძლება სიცოცხლე დაბადებული იყო და თბილისის მასშტაბებით თუ ვილაპარაკებთ, თავისუფლების მოედანი რო იყოს ცენტრი, ნუ სადაც გლდანელები ან თენქელები რა. და უნდა გითხრათ, რომ კარგია ეგაც, იმიტომ გდანში და თენქაში ყველაზე კარგი ჰაერია თბილისის მასშტაბითაც მართლა ეგრე ხდება. აი ესე galaktikაში გავიმიდა, უნდა გითხრათ, ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე შავხრელებზე. ხვრელი ეს არის ხატვის მიერ აღწერილი შავი ხვრელი, რა თქმა უნდა. პრობლემა რამდენიმე ამ იმაში, პრობლემა პირველი ის არის, ჩვენ ვერანაირად ვერ უნდა ვხედავდეთ ამ ადგილს. აქ მაინც ხედავ რაღაცას რო რაღაცა. აი შავი ხვრელი იმით არის საინტერესო, რომ იქ არაფერი არ არის. არ ჩანს, არ არის კი არა, არ ჩანს. იმიტომ რომ იქიდან ვერაფერი ვერ გამოდის, ვერც ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ვერც ვერაფერი შენ დაინახო. ხოლო ვხედავთ გარემოს მისას და გავლენას, მის გავლენას გარემოზე ეს არის აკრეციის დისკი, ეს არის ჯეტი, რომელიც აი ზევით გაიტყორცნება და აი მოდი დავატრიალოთ ეს ტრიალებს თუ ის მბრუნავი შავი ხვრელია და აი ესეთი რაღაცებია შავი ხვრელი. სხვა ჩვენ galaktikis ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი, რომლის მასაც აი ხედავთ არის დაახლოებით 6 მილიონი, არა 4 მილიონი უკაცრავად, 4 მილიონი მზის მასის ტოლია და როგორ წარმოიქმნება რაღაცა ეს სქემებია შეგვიძლია როგორი ვიზუალიზაცია ამ ყველაფერს საერთოდ galaktikis ფონზე როგორ შეიძლება ეს დავინახოთ და რაღაცა ეგეთი ჰორიზონტის გამრუდება რო ხდება მასის გამო და ეგეთი რაღაცები მაგაზე ამ ფოტოზე იმიტომ მომიწონა ეს სქემა უბრალოდ ფოტოც არ არის ეს თლად. ეხლა ჩვენ galaktikas ადარებენ ხოლმე აი ამ 4 galaktikas და ესენი ახლა შეხედეთ ეს ფოტოა მე აქ უნდა რაღაცა უნდა იყოს და სად არის ის რაღაცა. მოკლედ იმის გვამინდა რომ ეს 4 galaktika აგერ არის. 4 galaktikas სხვადასხვა galaktikაზე ამობენ რომ ესენი წააგავანან ჩვენ galaktikas, მაგრამ ზომებს შეხედეთ თუნდაც მარტო ამ galaktikების როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ანუ ჩვენ ეგაც კი არა გვაქვს დაფიქსირებული ბოლომდე როგორი ზომისა ჩვენი galaktika. მაგალითად ამასინ გამოვიდა რაღაც სამუშაოები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი galaktika Andromeda-ზე დიდია. უფრო ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ და გვეგონა აქამდე. ნუ სიმართლე გითხრათ, მე ვერ გეტყვით მაგაზე, ერთჯერად პასუხი ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ სამუშაოებში რა ხდება არ ვიცი რა. ნუ ესე იგი პრაქტიკულად ძალიან ბევრი საკითხი დღება პირუკულ, თუ ეს სამუშაოები მართლა ესე დამტკიცდა და გამართლდა. ეს galaktikების კლასიფიკაცია, სხვადასხვანაირი ტიპის galaktikებია, სხვადასხვანაირი კლასიფიკაცია. Andromeda-ზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა, ჩვენი მეზობელი galaktika, მარტო ჩემი არა. და საინტერესო Andromeda იმით, რომ იქამდე მანძილია დაახლოებით 2,5-2 და 2 მილიონი სინათლის წელიწადი. და ეს რაღაცას ვამბობ ხოლმე, რომ აქ არის საინტერესო Hawking-ის კონუსები რო არის, დროის კონუსები. მაგალითად Andromeda-ს galaktikაში რო იყოს ვინმე, რომელსაც უნდა ჩემი მოკლა დღეს აქ, მასის სხივი, რომელიც მე მომკლავდა, სხვანაირად ხო შეუძლებელი იქნებოდა, უნდა გამოეგზავნა 2 და აი ამ 2 მილიონი წლის წინ, რომელიც აი გავიდა დღეს რა. ამიტომ Andromeda-ს galaktikis, მაცხოვრებელი galaktikis დროის კონუსი და ჩემი დროის კონუსი ვერანაირად ვერ იკვეთება ერთმანეთთან. ანუ ჩემი რეალური მოკლა თუ როგორ შეიძლება ითქვას, შეიძლება მხოლოდ აი ამ 50 წლის პარკლებში რაღაც აქვე ვეძებოთ ის კვლელი რა ძალიან შორი და ვერ მოვიყვანთ ეგეთი რაღაც არ მოხდება. შემდეგ აქ არის ფოტოები როგორ შეუერთდებით ჩვენ Andromeda-ს galaktikas
და სხვადასხვა galaktikები, ლამაზი ბევრი galaktika, რაღაცები წააგვა, ხედავთ არქიმედეს ის სპირალი, ბავშვი და galaktika ანტენა როგორ გავს რაღაც ფორმებით ერთმანეთს, რაღაც ეგეთები შეიძლება ეს უბრალოდ ისე გასართობად გეუბნებით მე ბუნებრივი არანაირი მეცნიერული დატვირთვა ეხლა წინა ფოტოს არ გქონდა და ეხლა აღმოჩენილი ძალიან საინტერესო გიგანტური წარმონაქმნები galaktikაში, მაგალითად ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა 13 მე ხედავთ როგორი ჯაჭვია galaktikების. ის წინაც ესეთი გიგანტური სტრუქტურაა, რომელიც არის 59 მილიონი სინათლის წელიწადი. ეს შემდეგი ეს არის 13 მილიონი სინათლის წელიწადი. ახალგაზრდა galaktikების ჯაჭვია. რატო რისთვის? რა ვიცი, არ ვიცი. აი გააკეთეთ. ახალგაზრდები ხო ხართ? იპოვნეთ პასუხები. ეს უკვე დღეს უკვე აღარ არის ერთი აქტუალური მოვლენა, ეს არის ჩვეულებრივი გრავიტაციული ლინზირების შედეგი. აი ვების ფოტოები რო გამოჩნდა პირველი სადაც გრავიტაციული ლინზები ჩანდა. ეგეთი არის ერთ-ერთი და რითია საინტერესო, რომ აი მაგალითად თქვენ რო აიღოთ და ეს ანათეს მე მგონია რა, რომ გაანათოთ სადაც და უცებ თქვენი სხივი წავიდეს, მოუხვიოს და იქით წავიდეს. აი ეგეთი რაღაცა ხდება. ზუსტად ეს გრავიტაციული ლინზირება გვაძლევს ჩვენ დანარჩენ უკან ყოფი ობიექტები რომ გამოვივლიან ეს არის ერთი და იგივე ობიექტი, ოღონდ 5 ადგილას დაფიქსირებული. გამოსახულება 5-ჯერ არის გამრავლებული. და მეორე აქ კიდე ბევრია სალაპარაკო, მაგრამ მოდით ცოტათი შევიზღუდოთ, თორე შემდეგ მოხსენებელს გავუქუჯებთ საქმე. მოდი აი ეს რა არის ახლა ვიდეო, აქ არის გეომეტრიული ზომები, როგორ იცვლება სხვადასხვა ობიექტების პატარიდან ისკენ ეს არის სეიგანთან დაკავშირებული ვიდეო. სეიგანი გახსოვთ ალბათ ძალიან ცნობილი პოპულარიზატორი რაიმონდა, ძალიან ეს ვიდეო და ამიტომ ვუყუროთ თან და თან. ყოველი კადრის ყველაზე დიდი ობიექტი, შემდეგი კადრის ყველაზე პატარა ობიექტია. მარტო ეს მიაქციეთ ყურადღება და დანარჩენი ეხლა აღარ უნდა მეტი კომენტარი. მე დავამთავრე პრაქტიკულად. კიდე არის ბევრი, მაგრამ თუ აღარ. თუ შეკითხვები გაქვთ, რა? კითხეთ. რა? კი ბატონო. Check link commence. Excellent. ძალიან სასიამოვნო ლექცია იყო. შეიძლება ერთ შეკითხვა დავსვა. რა თქმა უნდა, გისმენთ ხალბატონო. ის ვიდეო გაითიშა პარალელურად რო ვიდეოდეს ის არ შეიძლება და თან ამაზე რა ვიცი, ასე რომ იყოს ხომ არა პრობლემა. ცოტა ძალიან დაბალ ხმაზე ისმოდა, არ ვიცი. ტელეფონს აუწიე, მაგრამ თლიანობაში ლექცია დაბალ ხმაზე ისმოდა. სამწუხაროა ვერ გავითვალისწინე ეგ ამბავი. მე თვითონ როცა ვლაპარაკობ მოძრაობ ხოლმე და ეტყობა ეგეც ქმნიდა პრობლემას. კიბორჩხალას ნისლეულის ხმაზე მინდა რომ გკითხოთ, თუ არ მეშლება. ზოგადად ფიზიკიდან გამომდინარე ვაკუუმში არა თითქოს არ ვრცელდება, თითქოს კი არა არ ვრცელდება, ხო? გერა. ზუსტად მაგას ვამბობდი მეც ხალბატონო, საქმე მეშია რომ ჩვეულებრივი გერთი ტალღები, რა თქმა უნდა, არ მოვიდოდა. ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ანუ რადიო ტალღები, კიბორჩხალას ნისლეულიდან მოდის ჩვენთან. და ეს რადიო ტალღები გადატანილი არის მერე ჩვენთვის აღქმად დიაპაზონში. კოსმოსურ ხმებზე ლაპარაკობენ ხოლმე, აი მაგი მინდოდა მეთქვა რომ ეს რეალური ხმები არ არის მეთქი. ძეზეც არის ხმები, მაგალითად სატურნზეც არის პლანეტებზე ხარისხლებია და შესაბამისად ბუნებრივია ხმები იქნება, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვესმის აქ. ჩვენ მაშინ ყური უნდა ჩავყოთ იქ რომ გავიგოთ რა. ამიტომ მოაქვთ ეს გამოსახულება, ან კიდე
რადიო გამოსხივების სახით, ელექტრომაგნიტური ტალღების სახით და მე აკეთებენ მის იმ დიაპაზონში გადატანას, რომ ჩვენ გავიგოთ. ამას გვია კოსმოსი ხშირად. მადლობა. არაფერს გალბატონო. აბა შემდეგი შეკითხვა კიდევ სად არის? მიშევის სანო დავაწყე. კიდევ ხომ არ არის შეკითხვები? თუ შეკითხვები არ არის, მადლობა დიდი. რა შემიძლია განცხადება გავაკეთო კიდევ ერთი. თუ მოსწავლეები არიან დაინტერესებული ჩვენი ასტრონომიით ზოგადად, მაგალითად ჩვენთან ქალაქის ოფისში, ობსერვატორიის ქალაქის ოფისში ტარდება ხოლმე ახალგაზრდა ასტრონომთა სტუდია 4 შაბათობით. აი ახლა დავიწყეთ მარტის, მე მგონი მეორე კვირიდან და თუ გნებათ მობრძანეთ იქაც და შეიძლება ამის მეტი დაინტერესება და გაგრძელება. იქ საუბრობთ ხოლმე ყველაფერზე ამაზე. მადლობა.